დღეს ამ დარბაზში ორი ღონისძიება ტარდება. პირველი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიწყებთ, მეორე იქნება 4 საათზე. ორთავეს პირველი სიტყვა ასეთი აქვს, დაუჯერებელი. პირველს ქვია დაუჯერებელი სიმართლე და მეორე იქნება დაუჯერებელი სინამდვილე. ბატონი მერაბ ბერძენიშვილის მემორიალის დანგრევასთან დაკავშირებული ორენოვანი წიგნი, რომელიც დღეს გამოვიდა, იქნება წარდგენილი საზოგადოებისათვის 4 საათზე. ორთავე, როგორც მოგახსენეთ, სიტყვა დაუჯერებელით იწყება, მართლაც ბევრი რამ, რომელიც ჩვენ დღეს უნდა წარმოვადგინოთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არც თუ ისე სუბუქად არიან გაცნობილი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მაინც ძალიან ბევრი რამ აგაშფოთებთ და იტყვით, რომ მართლა ეს თუ ასეა, ეს დაუჯერებელია, თუ ეს ასეა, მართლა ამის მოთმენა როგორ შეიძლება. პირველი ნაწილი ჩვენი ეძღვნება სწორედ იმას, რასაც ქვია პროგრამა ასეთი დღეს საქართველოში და გაგრძელება მისის და სახელწოდების არის ასეთი, რომ საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ძალიან მძიმე სიტყვაა გამოყენებული, მაგრამ რეალურად სხვას ვერ დავარქმევთ იმას, რა მასალებით ჩვენ ხელთ გვაქვს. დღეს უნდა წარმოგიდგინოთ 20,000 ფურცლის გადამუშავებით მიღებული 2 ტომი, რომელიც ესე გამოიყურება დღეს საქართველოში, დღეს უკეთეს შეგიძლიათ ეს თეთრები წერტილი ამ საიტზე ნახოთ. აქ არის თავმოყრილი ანალიზი ყველაფერი იმისა, რა მდგომარეობაც დღეს ქვეყანაშია. ყველა მიმართულებით და არა მარტო ეკონომიკური და არა მარტო სოციალური. განსაკუთრებული აქცენტი არის გაკეთებული გენოციდზე. გენოციდის ყველა სახეობაზე. მართალი გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ გენოციდის ამდენი სახეობა თუ არსებობდა. ჩვენ ამასთან ერთად არის მეორე ტომი, რომელშიც თავმოყრილია ყველა დანართი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, ესეც ყველაფერი იქნება თეთრები წერტილი org ამ საიტზე, სადაც დანართების სახით არის გაძლიერებული ის მასალა, ვისაც დაგჭირდება დანარჩენი დამატებითი კვლევები, შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სურვილი, რომ ერთი რაიმე არ იყოს ზეპირად ნათქვამი, ერთი რამე არ იყოს ანალიზის გარეშე და ერთი რამე არ იყოს დასაბუთების გარეშე. როცა სიტყვა გენოციდს ვამბობთ, თავისთავად ცხადია, ეს ის დოკუმენტებია, რომელიც დაჭირდება საქართველოს შემდგომში, სადაც კი განიხილება გენოციდი, რომ იქ წარმოვადგინოთ და ეს ანალიზი, რომელიც აქ გვაქვს და აქ არიან ადამიანები, რომლებიც შემდგომში განვავითარებთ, დავეხმარებით ერთმანეთს, რომ სერიოზულად იყოს, თქვათ, ყველა საკითხი დამუშავებული, რომ რაიმე კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს. მე მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა, ვინც მოგვეხმარა ჩვენ ამ საკითხების მოწესრიგებაში. ეს არის მეცნიერთა 50-ზე მეტი სერიოზული წარმომადგენელი, მეცნიერები, ექსპერტები. მე ყველას დიდი პატივისცემით და მადლობით მინდა მივმართო. ჩვენ გამოვიყენეთ ბევრი მასალა, რომელიც არის დაკავშირებული იმ მასალებში, რომელიც გარდა იმისა, ვინც მუშაობდით ამ საკითხებზე, რომელიც არის გამოყენებული ბატონი ლადო პაპავას, ბატონი პაატა კოღუაშვილის, ბატონ თენგიზ ურუშაძის, ბატონ ანზორ თოთაძის, ბატონ თამაზ დიასამიძეს, ბატონ თამაზ კუნჭულიას, ბატონ იოსებ არჩვაძის, ბატონ ზურაბ ბიგოვას, ბატონ თინათინ ტურაბელაძის, ბატონ ანზორ საკანდელიძის, ბატონ გივი ბაქრაძის და განსაკუთრებით ბატონი გივი თალაკვაძე, რომელიც პროფესორი, დოქტორი დღეს სამწუხაროდ სერიოზულ კონფერენციაზეა თურქეთში, ვერ ესწრება ამას, რომელიც კოორდინაციას უწევდა იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ კვლევებთან. ასე იგი, კვლევის დანართებში თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ყველა მასალა, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს, გამოყენებულია მხოლოდ ოფიციალური მონაცემები, სტატისტიკის დეპარტამენტი რასაც ქვია, იმისგან აღებული მონაცემები, ერთი ციფრი ჩვენს მიერ, ჩვენ ძალიან ბევრ ციფრში გვეპარება ეჭვი, მაგრამ
ჩვენი ციფრები არ გამოგვიყენებია და გამოვიყენეთ მხოლოდ ის ციფრები, რომელიც სახელმწიფო საიტებზეა მოცემული. აი მით უფრო დაგაფიქრებთ ალბათ თქვენ ეს ანალიზი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ესე იგი ძალიან ზოგიერთი მასალა არის გამოყენებული, რაც ქართულ მედიაში გამოქვეყნდა. ბუნებრივია კვლევა დღეს საქართველოში ვერ იქნება თავისუფალი გარკვეული ხარვეზებისა და უზუსტობებისაგან, ხოლო მოყვანილი შეფასებებისა და დასკვნების ნაწილი შესაძლოა პოლემიკის საგანი გახდეს. ჩვენ სწორედ ხსნით დღეს ამ პოლემიკას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დოკუმენტები ჩვენ ძალიან ბევრ პარტიას შევთავაზეთ, სამწუხაროდ დღეს სხვადასხვა ღონისძიებები დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ ყველასთან ვართ შეთანხმებული, რომ დღეს რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი აქ ესწრება და განსაკუთრებით ვინც ეკონომიკასთან არის დაკავშირებული, სწორედ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ეს ძირითადში არის დაკავშირებული სწორედ ეკონომიკასთან და ყველა პარტიას დიდი მადლობა მინდა უთხრა, ვინც უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ნახат ძალიან ბევრი მასალა მოითხოვა ჩვენგან. სასიამოვნოა, რამდენიმე პარტია ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდება და ეს ალბათ ყველაზე მთავარი პროცესი იწყება იმის შემდგომ, რასაც ჩვენ ამას წარმოადგენთ და ვნახავთ თქვენ საიტზე მთელ მასალას. მე არ მაქვს საშუალება რაღაც ნახევარი საათის პარალელში ეხლა მთელი ეს დოკუმენტი წარმოადგინო, მხოლოდ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ tetreb.org ამ საიტზე დევს ის მასალა, რომელსაც დღეს უკვე საღამოს იქნება ის მასალა, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ. და ის მასალა, რომელსაც აქაც წარმოადგენთ, ორ ნაწილად იქნება. ანუ არის ერთი სრულყოფილი ორი ტომი, ერთი დანართი და მეორე ძირითადი მასალა და ის რაც პრეზენტაციისთვის გამოვიყენეთ და ამ უკრიბეთ ძირითადი მასალები, ეს კიდე ცალკე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ HR-ში ამ დოკუმენტთან არ მისულვართ. მინდა გითხრათ, რომ აი აქ გაზეთები წარმოადგენთ, განსაკუთრებით არის ერთი ასეთი ღირსება, ოღონდ 4 გვერდიანი. თუ გექნებათ საშუალება რომ ნახოთ, რომ აქ არის ულტიმატუმი, ღირსების ულტიმატუმი, რომელიც წარედგინა საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტს 2009 წლის 23 ნოემბერს, სწორედ ვარდების რევოლუციის დღეს. ჩვენ მივწერეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აი ესეთი არის დღეს რა საკითხებიც არის გადასაწყვეტი და დაიწყეთ ფიქრი იმაზე, მით უფრო რომ ამ საკითხებს პრეზიდენტი 1997 წლიდან უწოდებს მობრძანდით ჩვენ დაფა უნდა გამოვიყენოთ და ამიტომ ისე თუ გექნებათ საშუალება რომ დაფისკენ იყოთ ძალიან კარგი იქნება. ძალიან ელემენტარულს უწოდებს ამ საკითხებს საქართველოს პრეზიდენტი 1997 წლიდან და ეს ელემენტარული საკითხები 14 წელია უკვე დღესაც არც ერთი გადაწყვეტილი არ არის. ამიტომ აქვს მნიშვნელობა იმ ღირსების ულტიმატუმს გაზეთის სახით, რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ანალიზი გაკეთებული, მაგრამ აი როგორც მოგახსენეთ, აი აქ არის 3 წიგნი, რომელიც პრაქტიკულად წინ უძღოდა ამას ყველაფერს. მე ამით მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ აი სწორედ თეთრები ჩვენ ძირითადად აქ მეცნიერები, მოაზროვნე ადამიანები არიან, ექსპერტები არიან პარტიის შემადგენლობაში და ჩვენ ძირითადად მუშაობდით ამ დოკუმენტებზე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ პარტია ეს არის პროგრამა, პარტია ეს არის ანალიზი, პარტია ეს არის როგორ ხედავს ამა თუ იმ საკითხს, რა სიღრმეში აქვს გაანალიზებული ესა თუ ის საკითხი. ჩვენ ამ მიმართულებით ხედავთ ამას ყველაფერს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი აქ ორი რამ დებს ერთმანეთის გვერდით. აი ეს არის რა არის საქართველოს პოტენციალი. საქართველოს პოტენციალი როგორია? აი აქ არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. სამწუხაროდ ჩვენ ამას საიტზე ვერ ვდებთ. ვისაც დააინტერესებს, ჩვენ მზად ვართ რომ ვაჩვენოთ ეს დოკუმენტი. ეს არის სწორედ ძალიან სერიოზული წელიწად ნახევარი მუშაობდით ჩვენ ამ დოკუმენტზე. პრაქტიკულად საქართველოში ასეთი დოკუმენტი არც ერთ ეპოქაში არ შესრულებულა. ჩვენ გვაქვს ორ ნაწილად ეს გაკეთებული. ის რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული, ყველა სახის პოტენციალი, ამას ემატება კიდე ცალკე წიგნად ადამიანური რესურსები როგორია ქვეყანაში და ინტელექტუალური პოტენციალი როგორია ქვეყანას. ანუ ჩვენ დღეს ვაჩვენებთ დღეს რა მდგომარეობაა ქვეყანაში და კიდევ უფრო მძაფრდება ის, რომ ამ პოტენციალის ქვეყანაში როგორ შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა. ანუ იმედი, რომ შეიცვალოს ქვეყანა, სწორედ ეს არის ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური პოტენციალი, ბუნებრივი რესურსები, რომელიც გააჩნია ქვეყანას და რა პოტენციალის გააჩნია ქვეყანას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის მართლა სერიოზული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის
როგორც ინტელექტუალური პოტენციალი, ასევე ბუნებრივი ჩვენი პოტენციალი, რაც გაგვაჩნია და როგორ შეიძლება რომ ეს ქვეყანა იყოს იმ მდგომარეობაში, როგორი ორი ტომი ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენ აქ ადრე გავაკეთეთ ანალიზი 2009 წლის. აქ არის რა მდგომარეობა 2009 წელში. ამ ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენ რომ გვეგონა იმაზე გაცილებით უარესი მდგომარეობა, ამ ანალიზმა დაგვარწმუნა. მაგრამ 2010 წლის ანალიზი როცა წარმოადგენთ, ნახეთ, ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცოდნია რა მდგომარეობა ქვეყანაში. მე ვამბობ ამ შემთხვევაში ამას საკუთარ თავზე, ლაპარაკობ ჩვენს მეგობრებზე, კი ბატონო, გამოდიოდი ტელევიზიით რაღაცას ვამბობდით, მაგრამ როდესაც შევედით სიღრმეში და გავაკეთეთ ანალიზი, იგი გაცილებით უფრო რთულია მდგომარეობა, ვიდრე ჩვენ დღესაც წარმოვიდგენია. არავის ეწყინება ალბათ თუ ვიტყვით, რომ აი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი წარმოვიდგენია, ვინც კი ნახა ეს დოკუმენტები, ყველა ამბობს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით, როცა ყველაფერი ეს გამოხმულად იყო, თუ ასეთი მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ჩვენ ამას დღეს გამოკვეთილად ვამბობთ, ამ ანალიზმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი რაც გვაქვს, ას ნიშნავს დემოკრატიული საქართველო. აი ეს არის სწორედ საქართველოს მომავალი არის კონკურენტულ გარემოსთან. არავითარი სხვა ფუნქცია ხელისუფლებას გარდა კონკურენტული გარემოს შექმნისა დემოკრატიულ ქვეყანაში არ გააჩნია. არ აგებს გზებს დემოკრატიულ ქვეყანაში და არ ახურავს სახლს და არ ღებავს სახლს სახელმწიფო. და ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლების ფუნქცია დემოკრატიულ ქვეყანაში კონკურენტული გარემო შექმნა. სადაც არის კონკურენცია, იქ არის სიძლიერე, იქ არის მომავალი, იქ არის დემოკრატია, იქ არის თავისუფლება, იქ ტარდება არჩევნები, იქ არის ყველაფერი ნორმალური. ანუ საქართველოში ესეც კი არ არის გაცნობიერებული, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ იმას, რაც მას არ ევალება. ეს ძველი პერიოდიდან მოუხდება. ჩვენ თეთრები ხელისუფლებას ვთხოვთ მხოლოდ ერთ რამეს. ნებისმიერ ხელისუფლებასა, რომელიც არის თუ იქნება მომავალში, შექმნილი კონკურენტული გარემო. და კონკურენტულ გარემოში ნიჭის რეალიზაციის საშუალება იქნება. ნიჭის რეალიზაციის საშუალება არის საქართველოს მომავალი. ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მომავალი სწორედ დაკავშირებულია თავისუფალ ადამიანთან. ჩვენ ეს პროგრამები ასე გვაქვს ჩამოყალიბებული. მინდა გითხრათ, რომ ყველას აი აქ ვინც დღეს და დღეს ბევრი არ არის, აი თუნდაც იმ ღონისძიებების გამო, რომელიც დაგეგმილია, ჩვენი თეთრების ბევრი წარმომადგენელი არ არის, მაგრამ ყველას მინდა დიდი მადლობა უთხრა, ვინც მონაწილეობა მიიღებთ აი ამ საკითხების განხილვაში. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ზოგიერთი რამ, რაც მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი მსოფლიო აერთიანებს 252 ქვეყანას. მათ შორის 192 გაეროს წევრი ქვეყნებია, 10 გაურკვეველი სტატუსისაა, 50 ტერიტორიები მუდმივი მოსახლეობით. ყოველ მათგანს ამა თუ იმ ფორმით ხაზს უსვამ, ყოველ მათგანს ამა თუ იმ ფორმით ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი განვითარების კონცეფციები და პროგრამები, რომელთა განხორციელების ხარისხი დამოკიდებულია მრავალ საშინაო და საგარეო ფაქტორზე, ქვეყნის რესურსებზე, ხელისუფლების კვალიფიკაციასა და უნარზე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 20 წლის პერიოდში ვერც ერთმა ხელისუფლებამ არათუ ვერ შეიმუშავა ქვეყნის განვითარების სამსახველი დოკუმენტი, სათანადო ნების დემონსტრირებაც კი არ მოახდინა. შედეგად სახეზია ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი ცნობიერების და ინტერესების დაუგეგმავი ქაოტური განვითარება, რამაც უკვე გამოიწვია მრავალი ნეგატიური, მათ შორის ზოგიერთი შეუქცევადი ხასიათის პროცესი, ქვეყნის მეურნეობის, პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვანი დაქვეითება, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ საქართველო განიხილება როგორც წარუმატებელი ფაქტიურად არ შემდგარი სახელმწიფო, მოწყვლადი ეკონომიკით და გაურკვეველი ორიენტირებით, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რომელსაც ჰყავს 300,000 ტოლვილი, სიღატაკესა და სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ხელისუფლება, რომლის ყველა რგოლი ჩართულია კორუფციაში, ხაზს უსვამთ, ყველა რგოლი ჩართულია კორუფციაში. აყალიბებს ყველა სახის არჩევნებს, ატარებს უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკას, თვირთავს ქვეყანას უზარმაზარი საგარეო ვალებით, ეწევა საკუთარი მოსახლეობის გენოციდს. საქართველოს გადარჩენის ძირითადი პირობაა არსებული ხელისუფლების შეცვლა და მისი მომავალი განვითარების კაფეო დასაბუთებული და რეალიზებადი მოდელების და სქემების შემუშავება. საქართველოს მდგრადი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად აუცილებელია განისაზღვროს და საზოგადოებას გაეცნოს ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის სამსახველი დოკუმენტები და მონაცემები, ქვეყნის ყველა სახის რესურსების და მათი კუთვნილების მდგომარეობა, აგრეთვე ის ძირითადი გზები და მეთოდები, რომელთა გამოყენებით მოხდება საქართველოს განვითარება და მისი მოსახლეობისად ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა. მთავარ კითხვაზე შეუძლია თუ არა საქართველოს როგორც დამოუკიდებელ თვითმკვლელ ქვეყანას არსებობა და განვითარება, ცალსახად შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა შეუძლია.
საქართველოს ბუნებრივი რესურსები, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მოსახლეობის ინტელექტუალური პოტენციალი თლიან და სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც თანამედროვეობა დამოუკიდებელი არსებობისათვის აუცილებელ პირობად უყენებს ნებისმიერ სახელმწიფოს. უფრო მეტიც, განვითარების ოპტიმალური თანამედროვე მოდელების და სქემების შემუშავების და რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება გახდეს ეტალონი შეზღუდული სამეცნიერო, სამხედრო და მატერიალური რესურსების მქონე მცირე ქვეყნების განვითარებისათვის. უნდა ითქვას, რომ დიდი ნაწილი ასეთი მოდელებისა და სქემებისა შემუშავებულია და აუცილებელი პოლიტიკური და მატერიალური გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ შესაძლოა მათი ეფექტური ამუშავება. ამ დოკუმენტებმა ჩვენ მივიყვანა და გაგვაცნო ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელმაც უფრო დეტალურად განიხილა წყლის რესურსები ქვეყანაში. დღეს აქ ესწრებიან ეს ადამიანები და ალბათ მათი ხმა კიდევ უფრო უმახიანად უნდა ითქვას ბატონი პაატა გიორგაძე და ძალიან დიდი ჯგუფი აკადემიკოს ლევან მახვილაძის და სხვათა მთელი შემადგენლობით. ეს არის უნიკალური შრომა, რომელიც არის გაწეული რამდენიმე ტომად და ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დათათბირებული. ერთი კიდევ დიდი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ სხვა ქვეყნების ნავთობის და გაზის გამტარ ქვეყანად ვიქეცით და ამის გამო ძალიან ბევრი სირთულე შეგვექმნა, მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს ისეთი რესურსი, არაერთი და ორი, რომლითაც ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს ცნობილი და არასხვისი ნედლეულის გამტარი ვიყოთ ჩვენ ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ნედლეულს კი არ ვატარებთ, არამედ ძალიან ძლიერ ეკონომიკას ანვითარებთ სწორედ ჩვენს ნედლეულზე, ჩვენ გეოგრაფიულ მდებარეობაზე დაყრდნობით. ამის კონკრეტული მაგალითი გითხარით, ძალიან ბევრი პროგრამაა დამუშავებული და ერთი მათ შორის რაც დაკავშირებულია სწორედ ამ პირობებთან, რომელიც ეხლა მოგახსენეთ. დღევანდელი თქვენ იცით რეიტინგი როგორ ყალიბდება ქვეყანაში, რომ მდგომარეობა როგორ არის, ვთქვათ რომ უმუშევრობით დაწყებული რეალური შემოსავლები როგორია, ჩვენ ყველაფერ ამებას ნელ-ნელა წარმოგიდგენთ ეხლა, რომელსაც დავიწყებთ აი ამ სქემების დამუშავებას. მინდა თხოვე ჩვენს მეგობარს, რომ აი აგერ ნელა უკვე დავიწყოთ დამუშავება, ზეგი პირველად დღეს საქართველოში, რითაც ვიწყებთ ჩვენ 20 წელი გავიდა დოკუმენტს, რასაც მე ნაკლებად წავიკითხავ, ზოგიერთ კომენტარს გავაკეთებ და რაც შეიძლება სწრაფად რომ წავიდეს, ვისაც გექნებათ საშუალება, თან მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს მასალა ვიმეორებ, ის ორი ტომი ძალიან 400 გვერდზე მეტი მასალა და ეს მასალაც როგორ წარმოადგენთ პრეზენტაციას, ეს დღეს საღამოს უკვე საიტზე იქნება, ვისაც დაჭირდება მუშაობა, მზად არის რომ თქვათ ეს გამოიყენოთ, ჩვენ მზად ვართ დღეს ვაცხადებთ, როგორც ძალიან ბევრ პარტიის ლიდერს ვინც გველაპარაკა, უთხარით რომ საერთო საკუთრებად ყველა პარტიისათვის ვაცხადებთ სწორედ ამ დოკუმენტებს. თუ ჩვენ ვხედავთ დღეს რეალურად რომ საქართველოს მოსახლეობის გენოციდია, საქართველოს მოსახლეობის აიგერ მე არ მინდა ამით დაგალოთ, მაგრამ რა სახლები და რა აიშენა ქვეყანამ ხელისუფლებამ, ამის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება მდგომარეობა. მე რაც ვნახე დღეს ერთი დოკუმენტი შემიძლია დასაწყისში წარმოადგინო. გვაქვს ერთი ქალაქის მაგალითზე, ზესტაფონი. ჩვენ საიტზე დევს ასეთი დოკუმენტი. ვისია ზესტაფონი? ხმამაღლა ვამბობთ, ყველასი ზესტაფონებს გარდა. აბსოლუტურად დაჯიჯგნეს რაიონი დღევანდელმა პარლამენტარებმა. გვარები რომ ჩაგითვალოთ, ვისთანაც არის დაკავშირებული დღეს. სამადაშვილების დაწყებული, რომელიც დეპუტატია დღესაც და მე როცა ჩავედი გავხდი გუბერნატორი, მაშინ მხედრიონს წარმოადგენდა იქ და იყო როგორც მხედრიონის წარმომადგენელი. დღეს რეალურად ზესტაფონის პრობელია რეალური. დღეს კოკაია კაპანაძე და ისინი, ვისაც ვებრძოდნენ და ეს ხელისუფლება ამბობდა, რომ აი ამათ რა უნდა დაგდო და დავიჭიროთო, ისინი არიან დღეს რეალური პრობლემები. ის ვინც დააპატიმრეს ჭიათურმანგანოვის გენერალური დირექტორი და თითქოს დააპატიმრეს და გამოიყვანეს ორკილებით კაბინეტიდან იმ კაბინეტში ზის დღეს და პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გახდათ. დღეს პრეზიდენტის ძმასთან არის დაკავშირებული სატკაბელი და ბევრი რამ, ესე იგი სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის და მისი ძმის ძალიან ბევრი რამ არის დასაბუთებულია ყველაფერი, რომელიც ჩვენ გვაქვს იქ და წერია როგორც არის. დღეს ძალიან დიდი ჯგუფი წასულია კიდევ რომ ამის განვითარება მიეცეს, შესაბამისად ტელევიზიით რაღაც მოხდეს. ჩვენ ვაჩვენეთ ერთი რაიონის მაგალითზე. აი რა მდგომარეობა ერთ რაიონში, ამით უნდა დაინახოს ყველამ, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მდგომარეობაა. ყველა რაიონში რო ვნახეთ სამი რესტორანიც კი რომელიც გაიხსნა ბოლო პერიოდში ზესტაფონში, დაკავშირებული არის პარლამენტის წევრებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არავითარი ბიზნესი არ არსებობს, რომელიც არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. ჩვენ უფრო ძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე გონია.
აი ამიტომ არის საუბარი თქვათ გარკვეული ჯგუფს რომ ამბობს რომ არჩევნების მერე კი არა რომ გაგვიყალბებს ეს ხელისუფლება იქნებ მანამდე დავდგეთ ყველანი რომ თქვათ აი ამათ არ მივცეთ საშუალება იმის რომ ყველაფერი ისე აკეთონ როგორც უნდათ ეს არის ზესტაფონის მაგალითის ანალიზა ზესტაფონის ანალიზმა დაგარწმუნა ჩვენ კიდე ერთხელ იმაში არა მარტო მთლიანად მთელი ქვეყანა განვიხილეთ არამედ ერთი რაიონის მაგალითზე ვიმეორებ არაფერი პრაქტიკულად ზესტაფონში არ ეკუთვნის იმ ხალხს ვინც ზესტაფონთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრია მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმებით ძალიან ბევრია რომელიც რეგისტრირებულია თქვა სხვადასხვა ზონებში რომელთა არსებობაც კი ძალიან ბევრს მარშალის კუნძულები რო გავიგეთ პირველად მე დავიწყეთ რუქაზე რომ მარშალის კუნძულები სად არის როგორ როქროაშვილის იქ აქვს ფირმები რეგისტრირებული და არა მარტო მას ძალიან ბევრს რომელიც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული ვიმეორებ მე არაფერს არ უძებავ პირიქით ვამბობ ბრძოლის ჟინს ვაძლიერებ რომ აი იმ ხელისუფლებას რომელმაც ასე ყველაფერი ჩაიგდო ხელში ამას ჭირდება საერთო ესეთი თანადგომაც გუშინ ქალბატონ ეკაბესელიას უსმენდი და მოვიხიბლე რომ ადამიანი რომელიც შეიძლება ბევრ რამეზე იყოს განაწყენებული რაღაცა ჩემზე თუ სხვაზე აი გამოვიდა და თქვა დღეს სხვა განწყობა ჭირდება ქვეყანას სხვა რაღაც ჭირდება არ არის ახლა რევოლუციონერი ქალბატონი და არ არის პირიქით ძალიან აკადემიური და ძალიან ისეთი პიროვნებაა რომელსაც ხედავ რომ თქვა მართლა დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია ან თუნდაც იგივე ბატონმა კახაკუკავამ რომელსაც მოსაზრებები ამისი ჩამოვაყალიბა აქამდე წარეცაუბრდა ყველა ხვდება უკვე რომ რეალურად ჩვენ გვაქვს იმ ხელისუფლებასთან საქმე რომელსაც აი თქვა ასე ადვილად არ შეუძლია ამის დათმობა დღეს 12 საათზე ამერიკის უცხოეთის საელჩოებთან კონდა შეხვედრა კრების წარმომადგენლებს და ქალბატონ ნონას აგერ ბატონი გია ბურჯანაძე იქიდან მოვიდა სწორედ ქალბატონ ნინოს ბატონი ირაკლი ბათიაშვილის და მე და ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო ერთი 20-მდე ქვეყნის ელჩი ესწრებოდა და ძალიან სასიამოვნო იყო ის შეკითხვები რომელიც დასვეს და განწყობა საერთოდ თუ ჩვენ ჩავთვალეთ რომ 21-თან დაკავშირებით გვესაუბრა და აი მე აქ მინდა გითხრათ რომ ახლა ძალიან საინტერესო იყო ყველას გამოსვლა მაგრამ მე რაც ვთქვი რადგან მე ვდგევარ ტრიბუნასთან მე ვთქვი ასეთი რამ რომ ისაც მოგახსენეთ კონკურენცია თავისუფალი ადამიანი და დემოკრატია მაგრამ ამერიკას ვთხოვეთ სამი რამ პირველი სად დაიხარჯა თქვენი ფული ნახეთ და დასავლეთმა ნახეთ სად დაიხარჯა თქვენი ფული და თქვენ შეშფოთდებით თვითონ როცა გაიგებთ ამას საქართველოში ციხეებსა და ოფისებს გარდა სახლები არ სხვა არაფერი არ შენდება ამ ქვეყანაში ეს ერთი პირველი თხოვნა მეორე ჯო ბაიდენის გამოსვლა ამოიღეთ მეთქი პარლამენტში იყო უნიკალური საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა როგორ უნდა თქვა სურვილები ჩამოაყალიბა საქართველოსთან დაკავშირებით ერთი მაინც თუ შეასრულა ხელისუფლებამ და მესამე ესე იგი კენედის შემდგომ განცხადება რომელიც გააკეთა დღევანდელმა პრეზიდენტმა არავის გაუკეთებია და დღევანდელმა პრეზიდენტმა თქვა რომ ესე იგი მე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვიღებ პასუხისგებლობას მთელ მსოფლიოში მედიის თავისუფლებაზე და ვთხოვეთ და ვთხარით ვეხვეწებით ამერიკის პრეზიდენტს და ვეხვეწებით ამერიკას ხო თქვით ეს შეასრულეთ რა თელ მსოფლიოში თუ არა საქართველოში მაინც იყოს თავისუფალი მედია და საქართველოს გაჩვენებთ რა ქვეყანაა და როგორი ქვეყანაა ერთხელ მაინც კონდეს ამ ქვეყანას საშუალება რომ რუსეთისა და ამერიკის ჩარევის გარეშე აირჩიოს ვინმე და ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება გაცილებით უკეთეს ურთიერთობებს დაამყარებს ამერიკასთან მეზობლებთან ევროპასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას რუსეთთან ყველასთან ჩამოაყალიბებს ამას ეს იყო ჩვენი გამოსვლის თავარი განწყობა და დღესაც ამ მოსაზრებას გიზიარებთ იმიტომ რომ მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ მეგონა ზესტაფონი ვიცოდი აი ეგერ ბატონი გია სიხარულიძეა რომელიც გვეხმარებოდა ამ სქემას რო ვადგენდით და გვეგონა რაღაც რო ვიცოდით თქვათ აი ზესტაფონთან დაკავშირებით მე სახტად დავრჩი როცა ადგილზე რა ვნახეთ ხალხი რომ ჩამოვიდა დაველაპარაკეთ და დოკუმენტების მიხედვით რა ვნახეთ როგორი მდგომარეობა პრეზიდენტ შეუძლია თქვას რომ ეს 8 ჰექტარი კონდეს პარლამენტარ სამადაშვილს MSC-ა ფირმა მერაბ სამადაშვილი ეს ბაზრობა გადაიტანა იქეთ იმ პრეზიდენტმა რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თქვა რომ აი ამ ეს ბაზარი რაზეც შენდება მე სილიკომანგანუმი ეს არის მეორადი ნედლეული სანაგვეზე გადაყრილი დოკუმენტია ხელს აწერს მინისტრი სააკაშვილი მაშინ ესე იგი აწერს ხელს რომ ეს არის სანაგვეზე გადაყრილი მეორადი ნედლეული და 100 ჩვენ დავთვალეთ რომ ეს იყო 130 მილიონი დოლარის ღირებულება რაც ეყარა იქ და მას სანაგვე უწოდა იუსტიციის მინისტრმა გადაცა ეს მერაბ სამადაშვილს სამ ქურდს და სამ დეპუტატს გადაეცა ეს ერთდროულად თავის დროზე მიეცა ეს ყველაფერი დღეს ეხლა ეს რომ მოიპოვონ გადააქვთ ბაზარი სხვაგან 8 ჰექტარი მიცეს ამას 30 მილიონს ჩუქნიან ყველაფერს $20 იღებენ მოსახლეობისაგან საცოდავი მოსახლეობისაგან იმას აციკრიბება იქ და გადამუშავებულს 1500 1400 $1500 $1600 ყიდიან უკვე ამას ანუ ესე იგი მოგება აქვს
700% აქვს მოგება, წარმოგიდგენია თქვენ სად არსებობს ეკონომიკა 700%-ის მოგებით. აი ესე გაყლიფეს, გაანადგურეს ხალხი. მე ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ ანალიზებზე დაყნობით. ეხლა იმ ადამიანებს არ ვესაუბრები, გუშინ ერთმა წამოვიღე ჩვენ სურათი, პრეზიდენტი რომ ესე გორში რომ არის დაწოლილი და მოვიდა გუშინ ერთ პიროვნება და მითხრა ეს სურათი თქვენი მოგონილიაო, პრეზიდენტს არ დაუჩოქებია და არ დაწოლილია. ასეთ ადამიანებთან ძნელია რომ ისაუბრო და რაღაც ამას და მე აქ ვესაუბრები იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ჩემზე მეტი იცის ამ საკითხებში, ბოდის ვირთი თუ იგივეს ვამბობ, რას თქვენ იცით, მაგრამ ვიმეორებ რომ რეალურად ზესტაფონის ანალიზმა და ამ ორმა ტომმა 20,000-მა ფურცელმა, რომელმაც ჩვენ ხელში გაიარა დაგვარწმუნა რომ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ყველაფერში. მე პატივისცემით მიმართავ რვიანს რომ ზადავარ მოვიდე გაჩვენო, წაიკითხეთ, ნახეთ ეს მასალები და თუ შეიძლება რომ 1 და 2 წელი ელოდო კიდე ამას ყველაფერს. აი ეს კიდე საკითხავი და საფიქრებელია. მე ვამბობ არა ვინმეს კრიტიკისათვის, არამედ ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებას. თუ ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, თუ არ არის ასეთი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ წინადადება რომ არ არის ეს მდგომარეობა და ჩვენ რაღაცას ვამოქებთ. ესე იგი, აი ხა დღეს რო დავიწყოთ, აი ეს დღეს 20 წელია უკვე გავიდა თავისუფლ დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ამ ხის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი რამ გთხოვთ რომ სწრაფი ტემპით გავუშვათ უკვე რაც შეიძლება რომ ვისაც გექნებათ საშუალება ნახოთ. $91,2000 საათში საქართველოს ვერ მიაღწია შესამჩნევ წარმატებებს ვერც ერთი მემახვილებით. მოხდა სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების საგრძნობი გაუარესება 80-იანი წლების ბოლო პერიოდთან შედარებით. აი ეს დასკვნა ბოლოში აიგე, რომ ხშირად არგუმენტულად ჟღერს ხელისუფლების გენოციდთან დაკავშირებით. გლობალიზაციის თემასთან დაკავშირებით ჩვენ თავარ თეზის ვაყალიბებთ ასეც რომ წარმატებული უმცირესობა რაც უფრო და უფრო მართალი ხდება რომ წარმატებული უმცირესობა აშკარად ცდილობს მომავლის პრივატიზაციას იმის სანაცვლოდ რომ წარუმატებლობელ უმრავლესობასთან ერთობლივად დააშენოს და იცხოვროს მომავალში. ეს ეხება პიროვნებებსაც და ეხება სახელმწიფოებსაც. ეს არის შეფასება ჩვენი რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნიშანიც კი არ არის რომ თქვა აი პრობლემებთან დაკავშირებით რაიმე ხდება. უფრო მეტიც დღევანდელი საქართველოს უნიკალური სახელმწიფო ფენომენია მსოფლიო თანამეგობრობაში. ალბათ ვერ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, მეორე ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი განცხადებებით, მოქმედებებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით, საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებით, ქვეყნის მეურნეობის მართვის მეთოდებით სტაბილურად მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს აღწევდეს. ჩვენ აქ მონაცემებს გთავაზობთ, თუ ბევრი რამე არ გამოგადგებათ, მონაცემები მაინც ციფრები ისეთია მოკრებილი, რომ ამას გამოიყენებთ, რომ ზუსტია ყველაფერი აღებულია დღევანდელი სტატისტიკით და როგორც მოგახსენეთ. მოსახლეობის რიცხოვნობა არის ძალიან სერიოზული საანალიზო. ის რაც რვიანმა გააკეთა დასკვნა 700 ესე იგი იმასთან დაკავშირებით, აი დააკვირდით თქვენ ერთ რამეს. რაოდენობებიდან რომ გამოვიდეთ, 99 წელს იყო 4,5 მილიონი და 4,000 2011 წელს 4,4 მილიონი ადამიანი, ეს სტატის მონაცემებს ვამბობ. სინამდვილეში თქვენ იცით რომ დღეისათვის ხოროს პრაქტიკულად უკაცილებით უფრო ნაკლები. ესე იგი დააკვირდით მეორე ციფრს. 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 99 წელს შეადგენდა მთელი მოსახლეობის 26,2%-ს. სოფლიოში დაახლოებით ასეა 30 რიცხვიდან და 27-28-მდე. სტატისტიკის მონაცემებით 2011 წელს ეს მაჩვენებელი საქართველოში შეადგენს 22%-ს. ეს არის სამარცხვინო ციფრი. აი აქედან ამოდის ის, რაც რვიანმა დასკვნა გააკეთა და ამას დიდი ის არ ჭირდება, რომ ექსპერტების შეფასება 18-მდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა დღეს საორიენტაციოდ 30%-ია, ამათ შეამცირეს რაოდენობა, რომ გაეზარდათ საარჩევნო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა. და ეს სხვაობა შეადგენს ზუსტად 700,000 კაცს. რაზეც დასკვნა გააკეთეს და იყო აი ჩვენ ანალიზით მივედით სწორედ იმ ციფრებთან, რომელზეც თქვა ძალიან ხმამაღლა საუბრობენ იმაში. წარმოუდგენელია ბატონებო, ეს არის დიდი ტყუილი,
რომ 30 წლამდე ასაკის მოსახლეობა იყოს, უბრალოდ 18 წლამდე ასაკის მოსახლეობა იყოს იმ პროცენტული შემადგენლობით, როგორც დღეს არის. აი ყველაფერში იტყუება სახელმწიფო, რომ გაგიზარდოს ამომრჩეველთა რაოდენობა და გითხრას მერე რომ საქართველოში არის თქვა ამდენი ამომრჩეველი 3.700.000 და ასე შემდგომ. რეალურად საქართველოში დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2.7 მილიონს. ეს არის იმ ანალიზებით, რომელიც ჩვენ დასკვნა გვაქვს გაკეთებული. აი ესეთი სერიოზული არის დღევანდელი ესეთი გავაგრძელოთ შემდგომი რიგი მნიშვნელოვანი სადაც დიახ. აქ არის დარგებზე საუბარი როგორი მდგომარეობა შეიქმნა სხვადასხვა სკოლები და როგორი მდგომარეობა საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ეს ხელოვნურად შემცირებულია და ამის თაობაზე ქვემოთაც გვექნება საუბარი. აქ ჩვენ საუბრობთ იმ მიზეზებზე რა არის საქართველოს შექმნილი მდგომარეობის და ძირითადი მიზეზები ჩამოყალიბებულია ჩვენი შეხედვით როგორი ეს ზოგიერთ მოსაზრებას ვაყალიბებთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. შემდგომ ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა. დააკვირდით ციფრებს 2010 წლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა გადააჭარბა კრიზისის დროინდელი 2007 წლის დონეს მხოლოდ 4.8%-ით. ანუ ბოლოს 3 წლის განმავლობაში საშუალო წლიური მხოლოდ 1.50%-ია. სამაგიეროდ სამხმარო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა წლის მეორე ნახევართან არის დაკავშირებული. და თქვენ იცით რომ ფასები იზრდება და საერთო პროდუქციის იზრდება, იმიტომ რომ თავისთავად ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია. დააკვირდით, ყოველთვიურად შრომითი მიგრანტები სამშობლოში 150 მილიონ ლარზე მეტის ექვივალენტურ თანხას აგზავნიან. რაც საქართველოში 250-260.000 დაქეროებით მომუშავის საშუალო თვიური ხელფასის ტოლია. ანუ გარედან რაც შემოდის. უფრო მეტიც 2010 წელს ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა პრაქტიკულად 1 მილიარდი, ხოლო 5 წლის მანძილზე ჩარიცხულმა საშუალო წლიურმა თანხამ 840 მილიონი, რაც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ტოლფასია და დააკვირდით რომ ამ პერიოდში რა უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. ესე იგი ნახეთ რომ ბოლო ესე იგი 151%-ით ხალხმა რაც ფული გამოგზავნა, იგი 1.4 ჯერ მეტია ვიდრე ინვესტიციები შემოიტანა ამ სახელმწიფომ ქვეყანაში. ადამიანები მიდიან გარეთ მათხოვრული შრომით არჩინონ ოჯახები და მათი მიერ გამოგზავნილი ფული ესე იგი გაცილებით მეტია ვიდრე ინვესტიცია რომელიც შემოვიდა საქართველოში ამ ხელისუფლების მიერ. დღეს ეკონომიკასთან დაკავშირებით აი ანალიზები შეგიძლიათ ნახოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა. დააკვირდით აზერბაიჯანი ეს რომელიც ზემოთ მიდის. ნახეთ რა ხდება სომხეთსა და ესე იგი საქართველოში რა მდგომარეობა ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოშია. ანალიზები არის 2003 წლიდან მოყოლებული 2010 წლის ჩათვლით. ყველაფერი უთ აქ საჩვენებელი იქნებოდა მეგონა და მეც ძალიან იმედ ნუ ახლა ამას არ ჭირდება აქ ესეთი პიროვნებები ბრძანდებით რომ ძალიან ადვილად ხედავთ ყველაფერ ამას. ან თუნდაც რეალური სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში. აი ნახეთ რა მდგომარეობაშია რეალური სექტორის წილის წლების მიხედვით. ეს არის კატასტროფული ანალიზი ბატონო. შემდგომი ციფრები ესე იგი როგორც ვთქვით რეალური სექტორის დარგი რომელიცაც მოდის ესე იგი აქ როცა რეალური სექტორის და საერთოდ მთელი ეკონომიკის ხარისხოვრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად დაუარესებს აგრარული სექტორის ძიმე მდგომარეობა. დააკვირდით. აქ ახლა ყველაზე მეტად შემიძლია ვთქვა რომ აი იგივე მრეწველების და ბატონი თოფაძის ომი და ბრძოლა ამასთან დაკავშირებით და არაერთი და ორი დღეა. ისე სავალუტო ფონდს რომელსაც ებრძოდა ძალიან ბოლო პერიოდში უფრო მძიმე რამეები დაემართა რომელსაც ებრძოდა ბატონი გოგი. დარგი რომელზეც მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57% სოფელზეა ლაპარაკი. დასაქმებული მოსახლეობის 63% ამას ხელისუფლება ეძახის თვით დასაქმებულს. მოსახლეობის 91%-ია დაქირავებით დასაქმებულების 30%. წლიდან წლამდე კარგავს პოზიციებს და დღეს მის წილად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მხოლოდ 7.2%. ეხლა ვისაც შეგვიძლია ვთქვათ აი ამის განალიზება რომ სოფლის მეურნეობაზე მთლიან შიდა პროდუქტში მოდის 7.2%. აი აქ ციფრებს ეხლა აკვირდებით წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი და ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2.3%-ს შეადგენს მთელ ქვეყანაში და თბილისის მასშტაბით სამომხმარებლო კალათის 4/5 არის გარედან შემოტანილი პროდუქტი. ქვეყნის გარედან შემოსული პროდუქტი.
ეს ამ ციფრებს ძალიან ადვილად აანალიზებთ. ამჟამად საბანკო სექტორის მიერ დააკვირდით ისინი როგორ არის გაცემული. ამჟამად საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზეა გაცემული სესხების მოცულობა 1%, ხოლო მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 1 მილიარდს აჭარბებს, 18.5 ჯერ მეტია. ეს კიდე არაფერი. ესე იგი, ის სადაც ადამიანი ეუბნება, რომ მე რაღაცას მოხვნავ, დათესავ და მომეცი, აი კრედიტი მომეცი, ამ კრედიტს არ აძლევენ. მაგრამ თუ ეთქვი, რომ შემომაქვს პომიდორი უცხოეთიდან და შემომაქვს გარედან, ისა აძლევენ რამდენიც გინდა იმდენ სესხს. აი დამოკიდებულება საერთოდ ქვეყანაში სოფლისადმი და სოფელი იქცა საკონცენტრაციო ბანაკად. აი როდესაც ხმამაღლა მომბოთ, მეტი მაჩვენეთ სოფლიოში ერთი ქვეყანა, სადაც საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა საერთო თანხის 1% შეადგენდეს. ესეთი სოფლიოში არ არსებობს. არც აფრიკაში, არც სამხრეთ ამერიკაში, არცად სოფლიოში არ არსებობს. ეს საქართველოა. 1% და ეს ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ და ნახეთ აი ეგრე ვთქვათ, სახლები დაიპყრო პრაქტიკულად მოსახლეობა ჩადებული აქვს ყველას ართმევს ამ სახლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ თუ არ იქნა ეკონომიკა, როგორ უნდა გადაიხადო ეს ფული, არ ქმნის სამუშაო ადგილს, მე რომ აძლევს ეს თუ სამუშაო ადგილი არ მომეცი, როგორ უნდა გავისტუმრო ეს ვალი და არის უმძიმესი მდგომარეობა ამის გამო და თქვენ იცით ძალიან კარგად რომ დამონებული ყავთ ეს ხალხი, ვინც ბანკებშია და საარჩევნოდ ძალიან კარგად იყენებენ ამას. აი თქვენ ნახეთ ეხლა ციფრები. აი კატასტროფული ციფრები ბატონებო. სადაც არის საუბარი, როცა ასეთ ანალიზებს ხედავ, საქონლის სულადობა უკომენტაროდ დავაწერეთ, მაგრამ 1986 წელს მსხვილი ხალხოსანი საქონელი იყო 1.634.000, 1.242.000 იყო 2003 წელს, დღეს არის 1.000.000. ღორი 1.150.000-დან 125.000-ზე დავიდა. სხვრიარი და თხარ, ნახეთ როგორ არის განახევრებული, ხორცის დამზადება 172.000 ტონიდან 54.000-ზე, რძის დამზადება 730.000 ტონიდან 551. არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ ამ ციფრებს, რომელიც არის, თქვათ, მეგეუნების სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრებია, რომელიც დღეს არის. ძველი ციფრები შეცვალეს, რობითომი გაყალბებები იყო და დაწიეს უკან, თავის ციფრები აწიეს წინ. მიუხედავად იმისა, ხედავთ მაინც როგორი ციფრები და როგორი ანალიზებია. აი დააკვირდით თქვენ მემცენარეობის პროდუქციის მოცულებები. მარცვლეული ტონებში ნახეთ რა მდგომარეობა 650.000-დან 365.000-ზე, კარტოფილი 400, განახევრებულია, თითქმის გამესამედებულია ყველაფერი. ხილთან დაკავშირებით ყურძენი, თამბაქო, ჩაი. ჩვენი ქალები თურქეთში კრეფენ ჩაის. მთელი დასავლეთ საქართველო, გურია, აჭარა, იმერეთის ძალიან ბევრი სოფელი წასულია. ხონში ვიყავით ამისინ და სახში რო დავყადიჟეს, სახს ეწერა გარედან, სახს ყიდი. და ამ ხალხს უთხარით რა ღამ სახში მიგვიყვანეთ და მამაკაცები ემსახურებოდნენ იმას მაგიდას და მოგვიხადეს ბოდიში რომ ჩვენი ყველა ქალბატონი წასულია იმაში თურქეთში ჩვენს ყიდით ამ სახს და მივდივართ რა საკეთებენ ჩაის კრეფენ თუ ჩაი უნდა გვეკრიფა თურქეთში რატო ვკრიფავ ჩაის მაშინ ეს სამუშაო ადგილი რატო მოსპი აქ და რატო გაუშვი იქეთ და საზღვარი რომ მოხსენი კიდე ეს არის ამაცრემლებელი ვინც ამ ციფრებს ხედავს ადამიანურად მოსვენებას დაკარგავს ვინც იცის რა მდგომარეობაა მე ჩემს მეგობრებს ამ მესტიერებს ამ რამდენიმე ხნის წინ ვთხარი ნეტავი არ ვიცოდე რო ეს მდგომარეობა არის მეთქი არ ვიცოდე უფრო მშვიდი ვიქნები უფრო წყნარი ვიქნები და როგორც ზოგიერთ ისე ადვილად შევხედავ და გამოხვალდა რაღაცას იტყვი მაგრამ ამ ციფრებს არ შეუძლია წყნარად აცხოვროს ნებისმიერი ადამიანი ვისაც სინდისი გააჩნია და ვისაც ღირსება გააჩნია მე მინდა განსაკუთრებით გითხრათ ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ეს ბატონებო არის გენოციდი ეს არის კატასტროფა დააკვირდით 80 წელი 1980 წელში 28000 ტყის აღდგენა ასე იგი 28000 ჰექტარზე ხდებოდა მათ შორის გვა და თესვა იყო 8000 2003 წელში 700 ჰექტარზე დავიდა და დღეს 2009 წელში 10 ჰექტარი მათ შორის ტყის გვა და თესვა არის 10 ჰექტარი ამ პერიოდში თქვენ დააკვირდით 28000-დან ჩამოვიდა ეს არის საქართველო და ამის მოთმენაა შესაძლებელი მე ვერ გეტყვით სოფლიოში რომელ ქვეყანას შეუძლია თავის უმთავრეს ბუნებრივ სიმდიდრეს აი ახლა ამ დღეებში რომ ხელისუფლება ტრაბახობს პირველად ნომერად გამოგვაცხადესო ეს იცით რა არის პირველი აქ არის ეკოლოგიური მდგომარეობა ანუ ჩვენი ტყეები მიუხედავად ამ გაჩანაგებისა და ჩვენი სიტუაცია ეკოლოგიურად კიდე იძლევა იმის საშუალებას რომ ეუბნებიან თემსოფლიოს სტატით საქართველოში იყიდეთ მიწები გაიკეთეთ რაღაც იმიტომ რომ კიდე უფრო მეტი ვინმე წამოვა ამ დღეებში რასაც ჩვენთან ეწევიან პროპაგანდას ეს ხელისუფლება ეწევა რაღაც პროპაგანდას ეს ჩვენთვის კი არ არის ძირითადად უცხოელებისთვისაა ჩვენთან როცა ამბობენ ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანა ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყნის წოდება ენიჭება მსოფლიოში იმ ქვეყანას რომელიც ადვილად გასაყიდად ქმნის თავის ქვეყანას
რაც უფრო აადვილებს შენს ქვეყანაში აი გაყიდვას მიწის, ტყის, დინარის თქვათ წარმოების და ამ მით უფრო პირველ ადგილზე ხარ. გერმანელებმა მითხრეს ჩვენ რო პირველ ათეულში ვიყოთ, კანცლერი როგორ იქნება ის ვინც ამას მიაღწევსო. ყველას აწყობს რომ იქეთ იყოს და საქართველოში უხარიათ რომ პირველ ადგილზე ვართ. მიწის ქვეყნის ძირითადი რესურსი, როგორი მდგომარეობა არის, შეგიძლიათ ეგერ გავიაროთ ეს. ესე იგი, აღმოჩნდა თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ სვანეთშიც ხალხი მაცხოვრებლებს რო შევხვდით, გვეუბნებიან, ჩავიდნენ უკვე ინდუელები, ჩინელები, მიწებია მათ ხელშია. არც ერთი არ არის გაფორმებული უცხოელზე. ყველა მიწა და ყველაფერი გაფორმებული არის მხოლოდ ქართველებზე. თქვენ დააკვირდით, აი ესენი მათი საარჩევნო ძალაა კიდე, იმიტომ რომ გაფორმებულია სინამდვილეში სხვისია, იმათთან კავშირშია და ეს არის არაერთი და ორი პიროვნება. აღმოჩნდა რომ როცა მოვითხოვეთ დოკუმენტი მოგვეცით, რომ რეზიდენტი არა რეზიდენტი, როგორ არის ეს მდგომარეობა? აბსოლუტურად პასუხს გვაძლევენ, რომ ერთ უცხოელს არაფერი მიწის ფლობელი საქართველოში არ არის. ეხლა ვისაც ეს ჯერა, მე ქუთაისში ვცხოვრობ, გამსახურდიას მეხუთე შესახვევი ნომერი პირველი, ეს არის ისეთი ადგილი, სადაც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული, შერვაშიძეების ოჯახში ცხოვრობს 40 ინდუელი. ერთ სახლში ცხოვრობს 40 ინდუელი და უბანში ცხოვრობს 200 ინდუელი. და ჩინელების დასახლება გაკეთა ავტოკარხის დასახლებაში აშენდა დასახლება. ასეთი დასახლება არ აშენებულა ბოლო პერიოდში. ჩინელები ჩამოვიდა და აუშენა, ჩვენმა სახელმწიფო მიეხმარა და აუშენა ჩინელებს დასახლება. ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია. მე არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა თქვენ დაგძაბოთ, მაგრამ მე თვითონ ძალიან დაძაბული ვარ და ძალიან ძიმე როცა ვთქვი, რომ მე ვიბძვი ამ გამარჯვებისათვის, მზადა ვარ დამიჭირონ და მზადა ვარ შევეწირო. ამას იმიტომ რომ სხვას მე ვერ ვხედავ. რომ თქვა ჩემმა შვილმა არ თქვას, რომ მე ლაჩარი მამა არ მყავდა. ამაზე შეგუება როგორ შეიძლება, მე არ ვიცი. დააკვირდით, ესე იგი, საქართველოში ტრადიციულად სულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 3 მილიონი ჰექტარი მიწა იყო. არსებობდა. აქედან 900.000 ჰექტარი სახნავ-სათესად გამოიყენება. მრავალწლიანი ნარგავები 260.000 ჰექტარს ითვლიდა. 400.000 ჰექტარი საძოვრებისათვის გამოიყენებოდა. დიდი ნაწილი ეჭირა ალპურ მდელო. ამჟამად არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია რა მდგომარეობა ამ ციფრებში. არ არსებობს. ვისაც არ მივწერეთ, ყველა გვეუბნება, რომ ამას უკვე არ აღვიწყავთ. მაჩვენეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც ამას არ აღვიწყებს. შემდგომ აი აქ მოსახლეობის ამა თუ იმის ეს გავიაროთ. ბიუჯეტის ანალიზი შეგიძლიათ ნახოთ. აი ყველაზე მთავარი დასკვნები რაც აქ არის, აი თქვენ როცა დააკვირდებით, რამდენჯერაც გაიზარდა უცხოეთიდან შემოტანა, მარტივი ის არსებობს არითმეტიკა. რამდენჯერაც გაიზარდა საქართველოში ბოლო პერიოდში უცხოეთიდან იმპორტი, ეს ლარებში იმდენჯერ იზრდება საქართველოს ბიუჯეტი. ძალიან მარტივი ეკონომიკაა ამაში. საქართველოში დღეს ძირითადი რამ შემოდის გარედან, როგორც გითხარით, ჩვენი სასუსატო კალათის 4/5 თბილისში არის უცხოური პროდუქტი და სოფლადაც კი 2/3-ია უცხოური პროდუქტი. ანუ ყველაფერი შემოდის გარედან. იზრდება გარედან შემოსვლა, იხდიან საბაჟოს, იხდიან გადასახადს, ვაჭრობა, ყველაფერი მიდის და ამ საცოდავ მდგომარეობაში ავყავყოფ ადამიანებს ჯიბიდან ამოუღეს ყველაფერი. ხელისუფლება არის ის, რომელიც ადამიანებს ხდის გადამხდელ უნარიანად. აი ეს არის კონკურენციის მთავარი პრინციპი, რომ ადამიანი იყოს გადამხდელ უნარიანი. მე არ მინდა არავის ნაჩუქარი ფქვილი, არავის ნაჩუქარი რაიმე, რაში მჭირდება ვინმეს ნაჩუქარი კომპიუტერი, წიგნი და რაღაც. მე მინდა რომ გადამხდელ უნარიანი გამხადოს ხელისუფლება და მე თვითონ გადავიხდი ამ თანხას. აი ეს არის გადაბრუნებული ჩვენთან. ტრაქტორი ვაჩუქე. რა თუნდა ვინმეს ტრაქტორი ჩუქება თუ როგორც ევროპას აქვს გადაწყვეტილი რომ მიწის დამუშავების ფულს ევროპაში სახელმწიფო უხდის ყველა მეწარმეს. საქონლის მოვლის ფულს სახელმწიფო უხდის ყველა მეწარმეს. ესაა ევროპა. ეს გააკეთა თურქეთმა. აბა მიეცი ყველას მიწის დასამუშავებელი ფული და ტრაქტორი ჩავა თავის ფეხით. იქ რა თუნდა მას, ესაა ეკონომიკა, ესაა ბიზნესი, აბა რა იქნება ეს? დავით აღმაშენებელი, რომლის პრინციპებზე მსოფლიო ეკონომიკა შეიძლება ითქვას გამოკვეთილად რომ დგას, რომ აი დააკვირდით რას აკეთებდა, ვინც მიწას ამუშავებდა, იმას აღთევინებდა 2-3ჯერ, ზოგჯერ 4ჯერ ნაკლებს იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. ეს იყო დავით აღმაშენებლის პრინციპი. და თარას უწყობდა ხელს რომ დაემუშავებინათ მიწა. ამერიკა რატოა ძლიერი? ამერიკაში დაუმუშავებელი მიწა ნიშნავს კატასტროფულ მდგომარეობაში ყოფნას, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება აძლევს ყველას დამუშავების ფულს და აძლევს იმის გადამუშავებას, იბარებს ყველაფერს, ასაც კი აწარმოებს. ერთი ჩვენს გლეხს უთხარი ასეთი რამ, რომ ამერიკაში 2%-იანია წლიური სესხი, 2%-იანი.
ასე იგი, სახელმწიფო კიდე უხდის მიწის დამუშავების ყველაფერს და აეუბნება, რასაც თუ ვერ გაყიდი, შენ ჩამაბარებ და სახელმწიფო ფასებში ჩავიბარებ. ერთი რომელიმე გლეხს უთხარით, მარტივი ფორმულა გლეხის ფერსად აღენების. აბა უთხარი რომელიმე გლეხს და გეტყვის, რომ ამაზე უკეთესი რამე არსებობს, რატომ ამას გამოგონება? ეს უკვე სოფლებს ჩვენ მეფეს ქონდა ეს. დავით აღმაშენებელს. და დღეს იგონებენ ახალს და დააქციეს სოფელი. აი აქ თქვენ დააკვირდით ციფრებს, ეხლა რომელიც ჯანდაცვაზე, განათლებას და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი. აი ნახეთ, რა მდგომარეობაა. პირველი ეს არის სოციალური დაცვა პროცენტებშია, როგორ იზრდება და როგორ იკლებს ჯანდაცვა და განათლება. ნუ თქვენ ხედავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი არის განათლება, მე აგერ ისინი გითხრათ, ხარჯების მოცულობა განათლებას და ჯანდაცვაზე 1.5-ჯერ დაბალია ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე გახარჯულ ხარჯებთან შედარებით. ეს სოფლიოში ციფრებსაც გეტყვით აგერ შემდგომ აი იგი ვისი უსაფრთხოებისა და დაცვის განხორციელებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიმართ ასეთი პოლიტიკის გატარების პირობებში, რომელიც თავისი სოციალური გენოციდის თვალსაზრისია. აი აქ დააკვირდით თქვენ განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა და საზოგადოებრივი წესრიგზე როგორ არის. აი პირველი ხაზი თავდაცვა საზოგადოებრივი წესრიგი, ნახეთ რა თანხებია. აი ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ საქართველოში წესრიგი არისო. თუ წესრიგი არის, რატომ დადის ამდენი დაცვით ხელისუფლება? რატომ არის რომ გუბერნატორი მერი დაცვის გარეშე ვერ დადის? რატომ არის რომ პრეზიდენტის ოჯახს, დედას, მამას, იმას ყველას დაცვა უდგას კარებთან? ბარამიძის შვილი მასალებელთან მომზადებაზე რომ მიდის, რატომ დადის 3-4 კაცის დაცვით, თუ წესრიგია ქვეყანაში? და აი აგერ არიან ადამიანები, ვისაც ხედავ, ბატონი გია დამეთანხმება, რომ ეს ფული, აი რომ რაც აქ ფული იხარჯება წესრიგისათვის. აი რომ მოაზროვნე ადამიანს ჰქონდეს და სერიოზულ ადამიანს საბჭოთა სისტემა შემოიღო. თქვენ ვერ მეტყვით, რომ რომელიმე პოლიციას თავის კალათბურთის სისხავდეს და თავისი ორკესტრი და რამე ყავდეს. ეს იყო საბჭოთა პერიოდში. დღეს საქართველოში აღდგა ზუსტად ეს პრინციპი. რომ კალათბურთს უყურებ ამის და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, ის არის თქვა რაღაც იმის გუნდი. გინახავთ ბატონო ეგეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში. რა დროს ეს არის საბჭოთა პერიოდი აღადგინეს ამა თუ გვინდოდა ის რას ვანგრევდით იმას ის გაცლებთ უკეთესად იყო აწყობილი, მაგრამ დააკვირდით თქვენ რა ფული იხარჯება წესრიგზე და მათ გაჩვენებთ აი ციფრებს ნახავთ რომ არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა რომელიც აი ასეთი პროპორციით ხარჯავდეს ფულს განათლება, ჯანმრთელობას და წესრიგზე. და გვიკვირს მე ჩვენი თავდაცვის მდგომარეობა უმძიმესია. მაგრამ თავდაცვაზე არ არის ამ შემთხვევაში საუბარი. აქ არის ლაპარაკი თქვა აი რა მდგომარეობა წესრიგი გვიკვირს რომ წესრიგი არის. ვიმეორებ 250.000 თუ ესა უკაცრავად 28.000 სტუდენტი არის დაჯარიმებული ბილეთის ის რო არ გადაუხდია დაფასური. და ზოგიერთი აქ ზის ადამიანი რომლის ძმისშვილი დაჯარიმებს მე რო ერთი დღე რო დააგვიან და 70 ლარით. და ის რომ მივიდა იქეთ ნახა რომ 500-700 ლარი სოფლებში უყადაღებენ ბინას რომ არ გადაიხადეო ბატონო ეს საქართველოში ხდება და აღმოჩნდა რომ 9 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში შეუტანია სტუდენტებს რომლებმაც ბილეთი არ აიღეს ავტობუსში რო ადიოდნენ. ეს არის საქართველოს და აღარ არის საუბარი ჯარიმებზე. თქვენ ვერ მეტყვით მძღოლს რომელსაც თქვა 10-ჯერ მეტი ფული არ აქვს გადახდილი ჯარიმების სახით ვიდრე ავტოინსპექციას აძლევდა იმას. ანუ საქართველოში წესრიგი როგორ დამყარდა, რაც იყო ქთამი ის გაზარდეს 4-ჯერ და დააკანონეს. და ამას ქვია წესრიგი და ამას ქვია იმის ბრძოლა. აი რა ფული იხარჯება წესრიგის დაცვისათვის ქვეყანაში და რა ფული არის ვანო მერაბიშვილის ხელში. ნორმალური ნომინალურ განზომილებაში სახელმწიფოს ვალი, აი აქ რომ ავიღოთ, გადავიდეთ ვალების სტრუქტურაზე, ვალი 2011 წლისათვის გაიზარდა 2007 წელთან შედარებით 2.5-ჯერ, დააკვირდით 2007 წელთან შედარებით 2.5-ჯერ. პროდუქტების ესე იგი და მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება მხოლოდ 1.3-ჯერ. განსაკუთრებით იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალის სიდიდე 3.1-ჯერ გაიზარდა. ესე იგი ვალები წლების განმავლობაში იზრდება, ხედავთ აი სქემაზე რა მდგომარეობაა, მთლიანი შიდა პროდუქტი და ვალები როგორ იზრდება. აი თქვა თანაფარდობა საშინაო და საგარეო ვალებთან ძალიან საინტერესო ისინი გვაქვს მოცემული როგორ იზრდება ესე იგი საგარეო ვალი და საშინაო ვალი პრაქტიკულად მოსახლეობას არ ეხმარებიან. და იმიტომ ეს ცირდება ვითომ ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივ მოსახლეობას რომ ეკონომიკაში შევიდეს, ბიზნესში შევიდეს, მიწა დაამუშავოს, რაღაცა ეხმარებიან, ანუ ვალს სესხს აძლევენ. საქართველოში ეს არ ხდება. საქართველოში მცირდება ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემული სესხები, მაგრამ იზრდება გარედან აღებული ვალები. დააკვირდით. ახლა მე მინდა გითხრათ რომ ვალები ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, აქ მაგალითები მოყავთ, მაგრამ ყველა ქვეყანა მიცის, რასაც იღებს სესხს, რაში იხარჯება.
თქვენ ვერ მეტყვით საქართველოში რაში იხარჯება მე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პასუხს არ გვაძლევენ 1 მილიარდი დოლარი რომელიც შემოვიდა 4 თუ 5 მილიარდი რომელიც მიიღეს 1 მილიარდი უნდა ჩადებულიყო სოფელში მე წეგან გითხარით თქვენ რომ საერთოდ არაფერი არ შესულა სოფელში აი პროცენტებში როგორი მდგომარეობა ანუ ააშენეს სახლები სასახლეები ეხლა ვითომ ქართული ენისადმი ძას 60 მილიონს ბათუმის მერია ხარჯავს რესტორნის აშენებაში მაჩვენეთ ბატონებო სოფლიოში ერთი სახელმწიფო დემოკრატიული ქვეყანა სადაც სახელმწიფო აშენებს რესტორანს ყველაზე კარგი რამდგომარე დააკვირდით თქვენ ყველაზე კარგ მდგომარეობაში რა არის ქვეყანაში ბენზოგასამართ სადგურები აფთიაქები მაღაზიები ბანკები რაც ანუ ის სახელმწიფო არ ერეოდა აქამდე პირიქით წილში უზის თორე ფასები იქნება ძალიან დაბალი ანუ რაც თვითონ ინიციატივაზეა ხალხის ის გაცილებით უკეთესია ვიდრე თვითონ სახელმწიფო აშენებს მაგრამ აი ვიმეორებ აქ ჟურნალისტები არიან და ერთი დასვით კითხვა ვინმე იქნებ სოფლიოში ერთი სახელმწიფო გითხრას საბჭოთა კავშირი იყო ასეთი რომელიც თვითონ აშენებდა და რაც იმას ცეკავშირით აკეთებდა თვითონაც არ ირიბად აკეთებდა ამას რაღაც სისტემები ქონდა მოგონილი რომ რესტორანს აშენებს და დღეს ვიგებთ ეხლა რომ 60 მილიონი ბათუმის მერიამ გამოყო იმ დედაენის ის იქნებაო წარწერებია გარედან ა ბ და ამ შემდგომ თორე რესტორანი იქნება ზედა სართულზეო და ამას აშენებენ პოლონელები და ფული ბათუმის მერიიდან ირიცხება პირდაპირ პოლონეთში და ყველა ობიექტის ეს რა რომელიც ჩნდება ბოლო პერიოდში საქართველოში ეს მინისა ოფისებია ყველაფერი ეს პოლონეთში არა უკაცრავად ეს ესპანეთში ესპანეთში მე ჩემს მეგობრებს ბატონ გოჩა კელენჯერიძეს რომელიც ეროვნული მოძრაობის სათემატო მდგომი პიროვნებაა თხოვე რომ ერთი ამ არქიტექტორებს თუ იცნობენ მეთქი ესპანეთში სადაც არ იკითხა ვერ გაიგო ვერცერთი არქიტექტორის გვარი და არ არსებობს საერთოდ ამ ფირმებს რაიმე ავტორიტეტი ქონდეს რომლებიც აქ აშენებენ და აკეთებენ ყველაფერს ეხლა ამის უკან რაც გნებავთ ის გინდათ რაც გინდათ ის დაინახეთ ესე იგი დააკვირდით ციფრებს დასაქმებულთაგან აი ძალიან საინტერესო ისინია უბრალოდ ახლა ანალიზის თვითდასაქმებული რაოდენობა მოსახლეობაში არის კატასტროფულად 623,000 ადამიანია 621,000 ადამიანია დასაქმებულიო ეწევა დაკირეებულ შრომას აქედან სახელმწიფო სექტორში ეწევა 300,000 ბატონებო 621,000 დასაქმებულიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იღებს 300,000 ერთი ან აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში მაჩვენეთ რომელიმე სახელმწიფო სადაც თქვა დასაქმებულთა ნახევარზე მეც აფინანსებდეს ესე იგი სახელმწიფო ბიუჯეტი ანუ ეს არის აი როგორ გაზარდეს მოხელეების რაოდენობა და როგორ უნდა არჩევნები და ყველაფერი მოიგონ და საქართველოში თვითდასაქმებული მოსახლეობა ყოფილა თვითონ როა დასაქმებული ასეთი ყოფილა 1 მილიონი ვინ არის თვითდასაქმებული მიწა გააჩნია თვითდასაქმებულია ამუშავებს არ ამუშავებს ნიშნულობა არ აქვს თვითდასაქმებული 1 მილიონი და განსაკუთრებით ესენი ცხოვრობენ სოფლად არა სოფელი გაჩანაგდა და ისინი თვითდასაქმებულია საქართველოში არის 1 მილიონი თვითდასაქმებული ადამიანი საქართველოში დასკვნამაც გააკეთა რომ რეალური უმუშევრობა 65%-ს პარლებშია აი აქ თქვენ ნახავთ გარეთ ისე ემიგრანტებს ეხება ეს ერთი მაგალითი მინდა გითხრათ ამ ქუთაისში იყო ერთი მფრინავი ძალიან საინტერესო პიროვნება და შემხვდა ამ რამდენიმე ხნის თბილისში სადახარ მეთქი და ნუ დავანებეო აქ ფრინავები აღარ ჭირდებოდა ძალიან ძლიერი ფრინავი იყო და ასე იგი მესტიაში მოკლედ იმაზე რო იტყოდნენ რომ ეს კაცი უკვე იმედი ქონდა ვინც ჭირდებოდა ამ თვითფრინავში და მან მითხრა რომ წავედ საწადი და მოსკოვშიო ვარო ერთ სასტუმროშიო დირექტორს ვატარებ მითხრა რა ფულ შეულობ ასეც მეთქი რომ 9 კაცს ვარჩენო საქართველოშიო ერთი კაცი რომელიც წავიდა აქედან 9 კაცს არჩენს და რათ მუშაობს ატარებს ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორის მძღოლია საქართველოდან წასული 1,5 მილიონი თუ 2 მილიონი საშუალოდ თითოეული არჩენს საქართველოში 2-3 კაცს და ამიტოა რომ ჩვენ არ ყვდებით უცბად და არ ვიხოცებით უცბად და პროცესი არის ესენი აი ეს გონია ჩვენ რომ იმ ოჯახსაც რომელსაც უგზავნიან იქედან რაღაცას გონია კარგი მდგომარეობაა როდემდე უნდა იყოს ეს მათხოვრული სიტუაცია ბოლო წლებში ესე იგი აქ არის რესურსები ნუ აქ ძალიან საინტერესო ციფრებია რომ აი 1/9-დან როცა ნახავთ კიდე და მოგეცემათ საშუალება აი დააკვირდით ციფრებს საქართველოში ყოველი 1000 მცხოვრებიდან დაქირავებით დასაქმებულია 140 რუსეთში 370 ამერიკაში 426 მაგრამ ჩვენ გითხარით რომ დასაქმება 300,000 კაცი წევს ამ დასაქმების იმას რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თანხას მიუხედავად ამისა ჩვენ დააკვირდით რა მდგომარეობაში ვართ რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძიმე მდგომარეობაში ყოფილი ქვეყანა და იქ 370
ანუ დაქირავებით დასაქმებული რომ არის და ჩვენთან არის 170. 140 უკაცრავად, იქ 370. რეალური შემოსავლები მოსახლეობის არის უმძიმესი, ისე მე აქ ციფრები მინდა მოგიყვანოთ, რომ ფასებმა 2003-2010 წლებში საქართველოში სასურსათზე ფასება მოიმატა 120%-ით, ამავე პერიოდში ბუნებრივი არის ფასი გაიზარდა 4-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიის 1.6 ჯერ. მე მინდა გითხრათ, დაუჯერებელი ეს არის, მაგრამ დღეს ამერიკელებს კიდევ ვთხოვეთ, რომ იქნებ გვითხრათ, როგორი ფასით არის ხელმოწერილი კონტრაქტი სოკარის როგორ შემოაქვს გაზი საქართველოში. მინდა გითხრათ ციფრები. 1 მილიარდ 200 მილიონი ჭირდება საქართველოს წლის განმავლობაში. კუბამეტრი. 1 მილიარდ 30.000 შემოდის უფასოდ, $25. ეს არის რის გამო 2000 წლამდე ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რაც გატარდება იმის პროცენტი და ასე შემდგომ ეს ყველაფერი თავმოყრილი ჩვენთან და გარკვეული ნაწილის შესყიდვა შეგვიძლია იაფად, ეს ყველაფერი დაგროვდა მილიარდ 30.000 კუბამეტრი პრაქტიკულად უფასოა საქართველოში გაზი. რას ვიხდით დანარჩენ 170 მილიონში, რომ საქართველოს მოსახლეობაზე გაზ ყიდიან 51 თეთრად. გაზი, რომელიც უჯდება 5.1 ჩვენი ანგარისით. 5.1 თვითღირებულება და იყიდება 51 თეთრად. არ გიკვირთ ალბათ, მე როცა სვამ კითხვას, რატომ? მარტივია ძალიან პასუხი, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტი რით ივსება? გაზის გადასახადით, ელექტროენერგიის გადასახადით, ასე იგი ტრანსპორტით, ტელეფონზე საუბრით და ასე შემდგომ, ის რაც ადამიანები ჯიბიდან ამოდის. სხვა ეკონომიკით აქ არაფერი არ იქნება, ბიუჯეტი არ იქნება. აი დააკვირდით თქვენ. აი როცა ახმაურდა ხალხი, რა მოყვა? დღეს ყველა იხვეწება, რომ 1 თეთრად 1 წუთი ილაპარაკეთო. ესეც 4-ჯერ ძვირია, 5-ჯერ ძვირია, ვიდრე ამერიკაში, თუნდაც რუსეთში. მაგრამ გეკითხებით, რაიმე ტექნოლოგიური გარღვევა ბოლო პერიოდში მოხდა, მაშინ 800 შემცირდა ეს ფასები? არაფერი არ მომხდარა, ხო? ესე იგი, მაშინ და მე გუშინ წინ 28 თეთრს რო გვახტევინებდნენ, ხედავთ რას გვიშვებოდნენ 9 ჩუმად რო ვიყავით? აი ამიტომ აქვს ხალხის ერთადგომას დიდი აზრი და დიდი მნიშვნელობა, რომ აი როცა შეშინდნენ დაწიეს ყველაფერი, რომ ადამიანებს პირდაპირ უნდა უთხრათ, რომ კლავთ საკუთარ თავს, როცა ჩუმად ხართ, წყნარად ხართ და პროტესტს არ გამოვხატავთ. ან კიდე ეს არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ადამიანები ისე დაამშიეს და დააუზდურეს ქვეყანაში, ეს ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამა იყო, რომ ადამიანისათვის თავარი გახდა ბრძოლა არსებობისათვის, პური როგორი შოუს და არ აინტერესებს არაფერი. ერთხელ შევარდნაძე მითხრა, რომ ხესები როგორ გავყიდო, ხალხი ფეხზე დადგებაო. გაყიდულია ყველა ხესი. გუშინ წინ ხრამი 1, ხრამი 2 რუსებს მიყიდეს. ეგურ ხესი, მათია ყველაფერი. საქართველოში ბატონებო, მარეგულირებელი ყველაფერი, რომელიც არეგულირებს, მარეგულირებელი ყველა წყალსაცავი არის რუსების. შუქი გვაქვს, რუსების კომპანია გვაწვის, წყალი გვაქვს, რუსული კომპანია გვაწვის, გაზი გვაქვს, რუსული კომპანია გვაწვის. ყველაფერი, რაც არის ბუნებრივი სიმდიდრე, ზესტაფონი, ჭიათურა, ბოლნისი, ყველაფერი რუსული კომპანიების ხელშია. მე ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ შენ რომ ელაპარაკები, ვებძვი რუსეთსო. რუსეთმა იმით გამოგიყენა, რომ ეხლა ეხვეწები გუშინ ნახეთ რა გააკეთა NTV-მ. აქო საქართველოს პოლიცია. და გუშინ საქართველოს პოლიციამ ადვოკატები დაარბია. 21 მაისის წინ რუსეთის ტელევიზია აკებს საქართველოს პოლიციას. სამაგიეროდ ხრამი 1, ხრამი 2 უფასოდ, ენგური უფასოდ, ყველაფერი ხელისუფლება ეხვეწება, ოღონდ სკამს თუ წამართვევ და წაიღე ყველაფერი. საქართველოს სკამია თუ ის არის, რითაც ცხოვრობ ჩვენ. დღეს ამ ხელისუფლებას გონია, რომ საქართველო არის სკამის შენარჩუნება. ხრამი 1, ხრამი 2 ნებისმიერი პოლიტოლოგი იქნება თუ ექსპერტი, ყველა გეუბნება იმას, რომ გარკვეული გარიგების შედეგია და ტყუილი არ შეხვედრია 2 მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთისა და საქართველოს სომხეთში ტყუილი არ შეხვედრია ერთმანეთს. მესამე დღეს გაიყიდა ხრამი 1 და ხრამი 2. და იაფად. უფრო მეც გეტყვით. არსებობს ფირმა თურქეთში, რუსეთის ინტერრაოს აქვს თურქეთში, რომელიც თურქეთის ინტერესებს ლობირებს. შეგიძლიათ ნახოთ საიტზე. აი ამ ფირმამ თავის წარმომადგენლად დანიშნა დღევანდელი მინისტრის ესე იგი ხეთაგურის ძმა საქართველოში. ამ იმას ხელმძღვანელობს გვარს ახლა ვერ მიხსენებ, პიროვნება, რომელიც კაკების გენერალი იყო და ტრაბახობს ამით. საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნება, რუსეთში ამ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც დღევანდელი ჩვენი მინისტრის ძმა $20,000 როგორც ამბობენ, დაუნიშნა, უბრალოდ მისი წარმომადგენელი აქვს და იღებს არაფერში ფულს. აი ეს არის დღეს რეალურად, აი როცა კიდე რო გავყვეთ ამას შესაბამისად, აი თქვენ ნახეთ, წყიდველუნარიანობა, სოციალური
დეკემბრის ფასებით მხოლოდ 40-42 ლარის ეკვივალენტურია 2010 წელში რა პენსიასაც იღებს ადამიანი 40-42 ლარის ეკვივალენტია მინიმალური ესე იგი შემდგომი რო გავაგზავნოთ რომ საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით არის უმძიმესი ციფრები მინდა გითხრათ აი აქ თქვენ ნახავთ ბატონებო ასეთ დოკუმენტებს ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უთხარით რომ საქართველოს აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა რომელსაც არ ქონდა დადებული თავის საიტზე ანუ სტატისტიკის დეპარტამენტს არ ქონდა დადებული საიტზე ესე იგი საარსებო კალათა და ჩვენ უთხარით რომ საარსებო კალათა არ დევს 1-5 დღის შემდგომ დადეს საარსებო კალათა და შეიტანეს ამ საარსებო კალათაში 266 დასახელების დასახელება თელ მსოფლიოში საარსებო კალათა იწყება 260-დან და ადის 450-460-მდე საქართველოში შევიდა 260 აი აქ არის დასახელება 266-ვესი ერთი კვირა იყო ეს დადებული როგორც გამოვედით ერთხელ ტელევიზიით თქვით რომ შედით ნახეთ ხო იმის მერე საიტზე ვეღარ ნახავთ ამ 266-ს ისიც უცხოელების და რომ იყო იმით რომ იყო დადებული მასალები ეხლა რატომ არის ეს ამოღებული 266 დასახელება პროდუქტზე ფასები თელ მსოფლიოში სამხრეთ ამერიკა გნებავთ ყველგან სადაც ეს დებს ყველგან არის მიწერილი რა ღირს მომსახურებაა თუ პროდუქტია საქართველოში არ არის მიწერილი ფასი ჩვენი გაანგარიშებით დააკვირდით თქვენ საქართველოს ხელისუფლება რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება ამბობს 3000 ლარი საკმარისი არის 4 სულიანი ოჯახისათვის წლის განმავლობაში რომ იცხოვროს ნუ იანგარიშეთ ბატონო ეს არის დოკუმენტებით დღეს რასაც ამბობს საქართველოს ხელისუფლება 3000 ლარი წლის განმავლობაში ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას კი მაგრამ თუ 3000 ლარია საკმარისი გამგებელს თვეში ორჯერ თუ წელიწადში 3000 ლარია 4 სულიან ოჯახზე გამგებელს თვეში რატო აძლევ ორჯერ მეც გუბერნატორს სამჯერ მეც რატო აძლევ თვეში მინისტრს სამჯერ და 4ჯერ მეც რატო აძლევ თვეში კი მაგრამ არ ცხენია კაცო თუ 4 სულიან ოჯახს 3000 ლარი უნდა მეყოს 7000 ლარი რატო აქვს გუბერნატორს თვეში ხელფასი მაშინ აი მე რაც 4 სულიან ოჯახს წლის განმავლობაში უნდა მეყოს ის იმაზე 2.5-ჯერ მეტი თვეში აქვს გუბერნატორს სად არის აქ ლოგიკა თელ მსოფლიოში პრეზიდენტის ხელფასი ასე ისაზღვრება პენსია რაც არის მასიური იმაზე 20-ჯერ მეტი არ შეიძლება გქონდეს არის 80 ლარი 1600 ლარი კი ბატონო აიღე თქვენ ნახეთ რა მექანიზმი მოინახეს ამასთან დაკავშირებით ესე იგი ხელფასი აქვს დანიშნული 3500 ლარი ესეც გაცილებით მეტი 3500 ლარს აი დღეს დროს იმის მინისტრი რომ არის ვარძელაშვილი სხვაგვარი ვიცი მისი მაგრამ ნუ სპორტის ვარძელაშვილი ესე იგი რომ არის ეს პიროვნება ესე იგი წავიდა ისვენებდა მეუღლე რო შეერთო და 2 თვის განმავლობაში ისვენებდა და ხელფასი რო ეძებდა 3500 ლარი 3500 ლარი დასვენებაში იღებდა პრემიას დავცინიან ეხლა აბანუ ეხლა მეტი რა უნდა გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ მონები და მოითმინეთ რა თქვენ გაჩუნდით და იყავით წყნარად სხვანაირად როგორ აბა ამოიღებ ხმას და დაიჯები დემოგრაფიის კუთხით ესე იგი საქართველოს 7 სახელმწიფოშია სადაც 30 წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას უნგრეთი ესტონეთი ლატვია სანქტ-კიტი და ნევისი ბულგარეთი უნგრეთი და საქართველოა გაეროს ექსპერტთა შეფასებით საქართველოს შედის იმ 20 ქვეყნის შემადგენლობაში სადაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობას დისტანცულად შემცირდება მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში სადაც 4 ათეული წლის განმავლობაში 2015 წელს 1975 წელთან შედარებით მოსახლეობა არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება და სერიოზულად. მე ვამბობ იმ კვლევებს, რომელიც მსოფლიოშია და აი თქვენ შეგიძლიათ ახლა დღეისათვის წმინდა სოციალური აი თქვათ მიმართულების ხარჯების განთავსება, რაზეც წეგან ლაპარაკობდით, როგორ არის ჯანდაცვაზე, იმაზე და შემდგომ აქაც შეგიძლიათ თქვათ როგორ არის საქართველოში და როგორ არის თქვათ ევროპის ქვეყნებში ეს აი აქ შეადარეთ ერთმანეთს აი ვთქვათ ჯანდავ განათლება სოციალური ხარჯები ძალიან შიდა პროდუქტთან შეფარდებაში. აი რა მდგომარეობა ევროპაში და ანუ ფერების მიხედვით არჩევთ და რა მდგომარეობა საქართველოში. ეს არის ის რომ ჩვენ არაფრად არ ვთვლიან აქ. შემდგომ აი აქ არის დააკვირდით მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა. საქართველოში შეადგენს $120 ბოლო მონაცემს გეუბნებით. ესე იგი სოფლიოში ხელისუფლებები განსხვავდებიან სხვადასხვა, მაგრამ არის ასეთი განსხვავებაც, რომ როგორ მიმართულებას იღებს სახელმწიფო.
ხარჯავს ფულს გზებზე, თუ ხარჯავს ფულს განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში და ასე შემდგომ. ეს ხელისუფლება ფულს ხარჯავს იმაზე, რაც თვალს ასმევს წყალს, როგორც საქართველოში იტყვიან. მაგრამ ის რაც გონებისთვისაა, ამაზე ფული საქართველოში არ იხარჯება. განათლება, კულტურა და ასე შემდგომ. ეხლა წინადასწრა გავაკეთე, ნახეთ. ბულგარეთში რან $520, რუმინეთში 600, სლოვაკეთში 700 და ასე შემდგომ. საქართველოში გითხარით, რომ $120-ია, როგორ დავეწევით ჩვენ ამ ქვეყნებს? როცა ერთ კაცზე მოსახლეზე გაანგარიშებით ამ ფულს ხარჯავენ განათლებაში და საქართველოში რა ხდება? მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს $5,000 ამერიკა თვეში. რა დონეზე აქვს განათლება და $5,000 ხარჯავს. დააკვირდით საქართველოში რა ხდება? აქ არის ზოგიერთი რა წინასწარ მინდა გავასწრო ამ იმაში მოვიყვანო და დაგაფიქროთ ერთ რამეზე. საქართველოში ლაპარაკობენ საშუალო ხელფასზე და ამბობენ რომ $560 არის საშუალო ხელფასი. საშუალო ხელფასი $560 არის იმიტომ რომ ესე იგი 42,000 ევრო აქვს ხელფასი რუსების მიერ ჩამოყვანილ მენეჯერს წყალკანალის ხელმძღვანელად რომ მოიყვანეს 42,000 ევრო თვეში და ვიღაცას აქვს $100. საშუალოს რო გამოიყვან ამას გამოდის $560, მაგრამ მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის $340. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელ ქვეყანაშიც არც აფრიკაში და არც სამხრეთ ამერიკაში უკვე, სადაც მასწავლებლის ხელფასი ნაკლები იყოს იმ ქვეყნის საშუალო ხელფასზე. ან მედიცინის მუშაკის ხელფასი ნაკლები იყოს იმ ქვეყნის მედიცინის მუშაკის ხელფასზე. დააკვირდით თქვენ, ეს არის თუ არა განადგურება, ეს არის თუ არა ბრძოლა, გენოციდი, როდესაც მასწავლებელი ხელის გულზე უნდა ყავდეს და ბავშვს ფეხქვეშ ეგებოდე თუ ხელისუფალი ხარ? შეიძლება რომ ქალაქის მერიაში თბილისში დამლაგებლის ხელფასი იყოს $700-800, ვინ არის წინააღმდეგი? $2,000 მიიღოს, მაგრამ მასწავლებელს რატო აქვს საშუალო ხელფასი $380? მე დღეს დგევარ თქვენს წინაშე ტრიბუნასთან და ვამბობ, მე ვიყავი ქალაქის მერი და ვამბობდი, მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს $1 მეტი, ვიდრე იქნება ქალაქის მერის ხელფასი და გუბერნატორის ხელფასი. შეგიძლიათ ნახოთ, ვიდრე ვიყავი ქალაქის მერი, მასწავლებელი იღებდა ჩემზე $1 მეტს და როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი იყო $8 შესაბამისი კუპონი თბილისში, მასწავლებელი საკუთაიში იღებდა $120 საშუალოდ, $120 შესაბამის კუპონს მაშინ. და დღეს ყველაზე ცნობილი ვინც გახდა გამარჯვებული ჯიმ შელეიშვილი ამ კომპიუტერულ პროგრამირებაში, როდესაც აკადემიის პრეზიდენტმა კითხა, კი მაგრამ საიდანო მე გახანძლებული იმაში ვარ ფიზიკა მათემატიკის ლიცეუმში და $56 შესაბამისი კუპონი მაქვს სტიპენდიაო და პრეზიდენტმა აკადემიის პრეზიდენტმა ბატონმა თავხელიძემ უპასუხა, კი მაგრამ მე $7 შესაბამის კუპონს ვიღებ და შენ $56 მე იმ ხელისუფლება მინდა საქართველოში, რომელიც ფიქრობს ბავშვზე და რომელიც ფიქრობს მასწავლებელზე, განათლებაზე და მეცნიერებაზე. მეცნიერებაში ჩადებული $1 იზრდება $10. 2-3 წლის შემდგომ განათლებაში ჩადებული $1 ძალიან მოკლე პერიოდში იზრდება 15-20 საქართველოში პირიქითაა და ჩვენ ვირთმენთ ამას ყველაფერს. ვითმენთ, სამწუხაროდ ვითმენთ. ესე იგი, აი აქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ციფრებია ძალიან გამიგრძელდა და ამიტომ აღარ მინდა რომ შევეხო, აი აქ დააკვირდით თქვენ საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე და როგორი მდგომარეობაა საფრანგეთში, ესე იგი მაჩვენებლები როგორ მიდის და ასე შემდგომ და უფრო მეც გეტყვით აგი რომ აქ არის ციფრი რომ მოსახლეობის ერთსულზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამორჩება ასტრონომიულად 94.6 ჯერ. დააკვირდით რომ ჩვენთან ესე იგი $25 იხარჯება ერთ კაცზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ბათუმში რომ დადგეს ისინი განათების ბოძები რომ დადგეს არის 9 თვის განმავლობაში ადამიანი არ მიდის, მაგრამ ის ნათდება. და იმის მომსახურება წლის განმავლობაში ჯდება ორჯერ ძვირი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ხარჯავს საქართველოში მიწაზე ვინც ადადის იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე რომ ფულს ხარჯავს. დააკვირდით თქვენ შედარება თვითონ როგორია. და აი ვიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში $3,317 ბიუჯეტიდან იხარჯება ერთ კაცზე, საქართველოში $25. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან აქ ჩამოთვლილია მაგალითები, თქვათ აი სხვა ქვეყნებთან შედარებითაც რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ და დიაგრამებითაც შეგიძლიათ ნახოთ ეს რა სიტუაციაა.
ჯანდაცვასთან მე უნდა გითხრათ რომ ის რა ჯანდაცვაში ხდება ამ ობიექტების გაყიდვა გუშინ მოვისმინე კიდე რომ 200 ექიმი თუ რამდენიმე შემოყავთ უცხოეთიდან და აზერბაიჯანელები იქნებიან რომ რაღაც ავადმყოფოში ექიმები და ჩვენს ექიმებს ნუ არ ვიცი ბატონო ვითმინოთ კი ბატონო ამისინ არ მინდა გვარი დავასახელო მოფრინავ მინსკიდან და ჩემს გვერდით აღმოჩნდა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და მეუბნება რომ მინსკში ვიყავი ავადმყოფოში ეს რა ვნახეო ვიღა ვიფიქრე რომ რაღაც ცუდს ამბობს მომიყვა ისეთი რა მეც დაუჯერებლად მეჩვენება ხელფასები პირობები ნუ ტექნიკა მომსახურება რაღაც მითხრა რომ მე ესეთი რამ არცად არ მინახავსო და აი ეს პიროვნება აი ეს გადანერგვას იკეთებს თქვა საქართველოში რაც არ კეთება ამას იკეთებს და ნუ გაუცებული იყო ხელფასით და ყველაფერი და როგორ იაფიღებს და მე ვთხარი ჩვენ მეც კი არაფერს გეუბნებით აბა მეტი რა არის კლავთ საქართველოს ჯანმრთელობას ამ უჭყრიანეს ექიმებს ესე იგი საქართველოში ცნობილმა ექიმებმა უშველეს თავს იმით რომ წავიდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში ჩემ შვილს უცხოეთში რაღაც დაჭირდა ეხლა და მითხრა რომ ერთ პატარა იმაში შევედი და 7-8 ქართველი მუშაობს ექიმი აგერ ეხლა ჩვენთვის ბატონი სუხან კემოგლიძე ესეთი ცნობილი ექიმი და აგერ გალბატონი ინგა კიდე ექიმი ბევრია ალბათ აქ ამაში ვეუბნები რომ საქართველოს ექიმის ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება როგორ შეიძლება თუ განათლებას კლავ, ჯანმრთელობას კლავ, ყველაფერს კლავ ვითმინოთ კი ბატონო ვითმინოთ მე არ ვიცი მე იმ ადამიანთა შორის ვიქნები ვინც არ ითმენს ამას სოფლიოში საშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე ერთ ცხოვრზე ვიხარჯება 478 საშუალოდ თელ სოფლიოში საქართველოში $25 მოსახლეობის ცხოვრების დონესთან დაკავშირებით ეხან ზოგიერთი რამ გითხარით და აქაც მინდა გავიმეორო რომ თურმე ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი შეადგენს $150 საქართველოში აი ანგარიშეთ უბრალოდ მარტო პური და წყალი და რომ გადაიხადოს რაღაც გადასახადი ადამიანმა თუ შეუძლია რომ 150 ლარი იყოს მისთვის საკამერესი და როგორც გითხარით 4 სულიან ოჯახს 270 ლარი თვეში მე ჩვენ 4 სული, ნუ მართალი 5 სული ვართ ამ იმაში ოჯახში, მაგრამ მე ვერც კი წარმომიდგენია რომ ესე იგი მართლა უნდა დახოცო ადამიანების სახში მე რო ვთქვა რომ აი თქვენ 200 მე ოჯახს რო უთხრა რომ თქვენ აი 400 ლარი და აგერ 270 400 ლარი და იღმარეთ ესე უნდა გავწირო თელი ოჯახი აი ამას ეუბნებიან მამაკაცებს ხო ფუნქციას უკარგავენ საქართველოში იმიტომ რომ ქალები წავიდნენ რაღაც ამის და უბრალოდ ეს ყველაფერი აი გენოციდის ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ოჯახში სიმშვიდი არ არის მეზობლობაში სიმშვიდი არ არის ნათესაობაში სიმშვიდი არ არის მეგობრებში სიმშვიდი არ არის პრაქტიკულად ყველგან არის დაძაბული ვინც ფული გაასესხა და ვინც ფული ისესხა ერთმანეთზე გადაკიდებულია გამსესხებელიც და მსესხებელიც უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში მე დუშეთში ჩავედი და მეუბნებიან წარმოგიდგენიათ საქართველოში ესე იგი კონკურსების სისტემით ექიმები, მწერლები, ექიმები, პედაგოგები დააპირისპირეს ერთმანეთთან უთხრეს საერთოდ თელ მსოფლიოში კონკურსი ტარდება თავისუფალ ადგილზე აქ ტარდება როგორ 10 კაცი მუშაობდით კათედრაზე გვითხრეს წახვალთ 10-ვე დაწერეთ განცხადება წახვალთ 7 უნდა მივიღო ერთმანეთის მეგობრები გავხადეს ერთმანეთის მტრები ანუ კონკურსების სისტემით გადავყიდეს ერთმანეთს ერთი პროფესიის ადამიანები ახლა რა გააკეთეს მეზობლობაში დადგეს ხომ დუშეთში ერთიანი აღმრიცხველი წყლის თქვათ გაზის და მე მეუბნებ დუშეთში ჩავედი და დუშელი კაცი მეუბნება რომ ჩემი მეზობელიო პურსო სახში აწყობსო და მე პურს თონეში ვყიდულობ და ერთნაირი გადასახადს ვიხდი თერმაზე მაშინ ვიფიქრე რომ დაიქცა ქვეყანა აი მეზობელზე ასე რომ დააჭვეს ხალხო ეგ არ არის ნორმალური მდგომარეობა ყველაფერი გამოყენებულია იმისათვის რომ ის ტრადიციული არა და ამერიკა სწორედ მიდის იმ ადგეს ოჯახის ტრადიციას რაღაცას ჩაშვების ინსტიტუტი გვდება ამერიკაში საქართველოში ზენიტში მიდის არ ვიცი ნუ ეს რაღაც გადაბრუნებულია ბრეიგელის სამყაროში ვცხოვრობთ მე მგონი ჩვენ აქ და ჯერ კიდე კარგად არ არის გარკვეული აი აქ მინდა გითხრათ რომ აი საარსებო კალათა მარტივი რამე აქ ბატონი გიაოლსკი ესწრება და ძალიან სერიოზული ექსპერტი და ნუ ამერიკის ცხოვრება თუ ვინმე მიცის მანიცის ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ამერიკაში არ არსებობს ასეთი გამოთქვა საარსებო მინიმუმი ის არსებობს საარსებო კალათა და ამ კალათაში ეწყობა რაღაც პროდუქტები რომ თქვათ აი ესეთი რა პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა რომ აქტიობა კონდეს ადამიანს უნარ რომ სისხლის გაშრობის პერიოდია საქართველოში რა ანუ რეალურად ეხლა სისხლის დაღვრვის პერიოდში იბრძვი მაინც კაცო და ნუ აქ სისხლს გიშრობენ და ყვდები რა ადამიან ჩვენს ძველები რო დაწყევლიდან შენი სისხლი გაშრავა ეს იყო ყველაზე დიდი წყევლა საქართველოში დღეს რეალურად საქართველოს მოსახლეობის სისხლის შრება იმის გამო რომ აი ტანჯვა წამება ყველაფერში რა ესე იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ დავალაგეთ ის რაც ჩაალაგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაცაც ქვია რომ საიტზე შეხვდეთ და ნახავთ რა არის სამომხმარებლო კალათა რომ გადმოიყვანთ იმას ჩვენ ფულზე
ჩვენ ფულზე მას ჭირდება 4000 ლარი. ანუ ის კალორიები ამერიკაში უნდა მიიღოს, ის ფულზე არ არის ლაპარაკი. მე იქ ამერიკაში რა გიც იმაზე ავლაპარაკობ. ამერიკაში ბევრი რამ უფრო იაფიღებს. ჩვენ საერთოდ შეიძლება ბენზინი უფრო იაფიღებს, კათმის ხორცი უფრო იაფიღებს, ბევრი კვების პროდუქტების 40% უფრო იაფიღებს ვიდრე საქართველოში. მაგრამ თქვენ დააკვირდით რომ ის რომ გადმოვიტანეთ ჩვენზე აი რა ფასი აქვს. ეხლა ნახეთ სამხმარებლო კალათა, აი აგერ დააკვირდით რა მდგომარეობა, ლიხტენშტეინი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი. აი 45,841 ევრო. წლის მონაცემები არის 2009 წლის. ნორვეგია, ესტონეთი და ჩვენთან არის 3000 ლარი. აქ არის მოცემული საქართველოს მოსახლეობის გენოციდთან დაკავშირებით. მე ამას არ მინდა მეტი იმით შევეხო. მე არ ვიცოდი ამ წეთი გენოციდის ასეთი ფორმების თუ არსებობდა. ნუ არსებობს თქვა კრიტერიუმებით სხვადასხვა და ამ შემდგომ, მაგრამ ნუ აი ახლა გენოციდის რა ფორმები და ისინია საქართველოს სოციალური გენოციდი, ანუ სტრატოციდი. ეგ მოცემულია ანალიზები და საშუალო ხელფასით და ყველაფრით და რა არის და როგორ არის, ასე წეგან საუბრობდით ჩვენ. ესე იგი აქ არის მოსახლეობის დააკვირდით თქვენ ბოლო იმ მოსახლეობის დაბალ შემოსავლიანი 70%, უხდის მოსახლეობის მაღალ შემოსავლიანი 30% ხელფას საკუთარი სოციალური გენოციდის განხორციელების საფასურად. იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ტელეფონზე, ჩვენ ვიხდით ელექტროენერგიის ფასს, ჩვენ ვიხდით გაზის ფასს, ჩვენ ვიხდით ამას ყველაფერს, მოიყარა ამას საქართველოს ბიუჯეტში ფული და ვიღაცა იღებს იმ ბიუჯეტიდან 20,000 ლარს და ჩვენ ანუ რომ გამოვიდა წეგან უგითხარით რომ 300,000 კაცი იღებს საქართველოს ბიუჯეტიდან ფულს ოფიციალურად დღეს. ესე იგი, აქ ანგარიში წეგან გავიარეთ ამაზე, მაგრამ 10,000-დან, უკაცრავად 1000-დან 1500 ლარიდან იწყება მათი ხელფასები. ვინც ჩვენ ამ ხელფასებს გვქნით და ამ ბიუჯეტს გვქნით, ჩვენი ხელფასები არის 80 ლარი პენსია, 120, 50, 300, 400 და ნუ ვიღაცის რაღაც განსაკუთრებული თელი მსოფლიოსათვის, დემოკრატიული მსოფლიოსათვის საშუალო ფენაა მთავარი. საქართველოს საშუალო ფენო არ არსებობს. არსებობს ძალიან მდიდარი და არსებობს ის თქვენ არ ვიცი რა სახლებიც თუ ნახეთ ან ჩვენ საიტზე თეთრები წერტილი ორგ არის ასეთი რამ როგორ ცხოვრობს საქართველოს ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფლება. მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი სახლები საერთოდ შეეძლო ვინმეს ეკადრა როა ეშენებინა. აი ბარათაშვილის ხიძე რომ გადმოხვალთ და მე 7 სართულს ნახავთ მარჯვენა მხარეს დაშენებულ სახლს, ეს არის სააკაშვილების ოჯახის 1200 თუ 1400 კვადრატული მეტრია, იგივე გუმბათით, როგორი გუმბათიც აქვს დავრობებს პრეზიდენტ სასახლეს და იგივე გუმბათით როგორიც აქვს სიხარულის ქუჩაზე ნომერი 5 ჯერ ერთი სიხარულის ქუჩა საქართველოში თელი ქვეყანა ტირის ასიხარულის ქუჩა გაიხსნა. სიხარულის ქუჩის ნომერი 5. რატოა 5 ხო ხტებით თქვენ? 5 ნომერში, ანუ 5 ნომერი არიან ისინი არის არჩევნებში და 5 ორ ნომერში ვანომერაბიშვილი ცხოვრობს და ნახეთ რა სახლია და როგორ არის გაკეთებული. ნუ ესე და დაგწინიან როგორც ითქვიან რა ყველაფერს. ეკონომიკური ტერორი, იცით რა მდგომარეობაა, ნუ საქართველოში საერთოდ პარლამენტი არის ესე იგი ბიზნესმენთა კლუბი და პოლიტიკური ფუნქცია დაკარგული აქვს მას. ესე იგი ომნიციდიც ასეთი ფორმა, მასობრივი მოსპობა და ეკოლოგია სწორედ ამაში შედის. არც ეს არ გაგვიჭირდება იმის დასკვნა, რომ დღეს რაც გვაქვს ჩვენ საშიში ეს არის სწორედ ამ ომნიციდთან დაკავშირებით. ესე იგი დააკვირდით ნარკომანია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საცახად აღიარებს, რომ საქართველო ავღანური ჰეროინის ევროპაში ტრანზიტის უმნიშვნელოვანესი დერეფანია. აი დააკვირდით ციფრებს. ამერიკელები ამბობენ, რომ ჩვენთან გადის აი დახედეთ ტონებში 7 ტონა, 8 ტონა, 9 ტონა ასეთი ის გადის საქართველოზე და ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ამოღებული 2009-7 კილოგრამი ჰეროინი. 2008-3 კილოგრამი ჰეროინი, 20 კილოგრამი, 10 კილოგრამი ჰეროინი. ამერიკის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 2 ტონა საქართველოში ჩერდება ნარკოტიკების. აი განადგურება ხალხის. ვიდრე საქართველოში აქ არის პიროვნება, რომელმაც გვირჩია და ბატონ პაატა გიორგიძეს დიდი მადლობა უთხრეს, სწორია პოზიცია, რომ ვიდრე დღეს ნარკომანის დაჭერა შეიძლება, ნარკომანი როგორც დასაჭერი ობიექტი არის უკვე არჩევნებისათვის გამოსაყენებელი პიროვნება. მაგრამ როგორც ნარკომანი იქნება ობიექტი, როგორც ესე იგი ჯანმრთელობისათვის, როგორც საავადმყოფო, როგორც თქვა აღრიცხვაზე ლეგალიზებული რაღაც დააშენო, იმ წუთშივე დაკარგავს. ესე იგი შეურაცხყოფა მიაყენეს ამათ ნარკომანებს, გარდა იმისა, რომ ხო იკლავს სიცოცხლეს, არა, ამათთვის გახდა არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი კიდე ისე გააკეთეს, როგორც ბანკში ვისაც აქვს პული და კიდე ერთ-ერთი ის მოწმეები
ამინისტია თუ არ გამოაცხადა ხელისუფლება მოწმეებთან დაკავშირებით ისეთი რამეები ალაპარაკებს ადამიანებზე, მეორეზე, მესამეზე, ისეთი რამეები ათქმევინებს, ეშინია დღეს მოწმეს, რომ თქვა ან ქუჩაში გამოვიდეს, ან ვინმეს დაუჭიროს სხვას მხარი, ფიქრობს, რომ სხვა თუ მოვიდა, ესე იგი მე უკვე ჩამომკიდებენ ფეხებით, იმით რომ მოწმე ვიყავი რაღაც იმაზე, რომ ათქმევინებს ტყუილით. ეს კოლოსალური რაოდენობაა ამ ხალხის, ნარკომანი ბანკებში, ესენი ეს რომ არის ძალიან დიდი რაოდენობა, ნუ აღარ ვლაპარაკობ იმას, ვინც ყავთ თავის იმაში. აი ნახეთ როგორ ებძვიან ესენი რა. საქართველოში ამერიკელები ამბობენ რომ 133,555 ნარკომანია დაფიქსირებული. 133,555 ნარკომანი. იაკარიშეთ მისი ოჯახებით. ესე იგი აჯარიმებენ 500 ლარით, მეორედ 2000 ლარით. როგორც ამბობენ, ზღაპრული თანხები არის ნარკომანების დაჯარიმებისათვის. ერთი ვინმეს ვინდა ვკითხო. ადრე იყო ასეთი გამოთქმა რომ აღმასკომის თავმჯდომარე და ქალაქომის პირველი მდივანიო გამოვიდნენ რესტორნიდანო და ვიღაცამ თქვა საწყალი რესტორნის გამგეო თუ დირექტორი ვინც იყო და მეორე მუთხრა რომ საწყალი ის კი არ არის ვინც აწიშევა რესტორანში ის არის საწყალი. იმიტომ რომ ისინი ფულს მაინც მოიგებენო. და ნუ ეხლა უბრალოდ ის არაფერს არ წააგებსო. მე ერთი მინდა ვიკითხო. ნარკომანს რო ფული გადაახტევინეს, ან ნარკოტიკების მიღებას დაანება თავი? თუ რა გააკეთა, ნუ ამემით, თუ ესე იგი, იმან კიდევ უმეტი უნდა იქურდოს, არა რომ მოიპაროს. ესე 2000 ლარი რო გადაახტევინე. ვიღაცას უნდა წაგლიჯოს, ხო, ვის გლიჯავენ ესენი ამ თანხას? პატარა მეწარმე რომ არის, ეხლა შეიძლება ქუჩაში არ დახტვეს ვინმეს, მაგრამ ასეთი რამეები ხდება, ნუ ეხლა თქვათ რომ ვიღაცისგან ხო იღებს ამ ფულს. აბა საიდან აქვს ეს ნარკოტიკები მაშინ? აქ არის საშინელი ანალიზი ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. აი ეს გერონტოციდი, ანუ ეს არის გაწირო მთელი თაობა. დღეს ჩვენ როცა ვნახეთ კოდუების სახლები რა არის ქვეყანაში. მე ჩამოგიტყვით რამდენიმეს თქვენ. პირველი სასტუმრო საქართველო. მეორე მზიური კი არა ეს რო იყო არა პირიმზე დიახ პირიმზე. ნახეთ როგორ გააკეთეს კიდე. აი საბურთალოზე რომ იყო ეგრეთ წოდებული ლეჩკომბინატი. თერაპიის ინსტიტუტი რო არის სასტუმროს წინ. ერთი ნუ 7-8 ჩვენ საიტზე შეიძლება ნახოთ ესენი. ეს ყველაფერი არის შექმნილი იმ თაობის, რომლებიც დღეს პენსიონერები არიან. ამ 20 და სიმშილით იხოცებიან. ეს საცოდავი ხალხი როგორ დაამონეს ისე, რას უკრავენ, რა ჩაიგდეს ხელში ამათ, ეს არის თუ არა ამათ გენოციდი. როდესაც 80 ლარს აძლევ იმას, რომლის შექმნილის გაყიდვითაც დღეს ცხოვრობდა მდიდრდები. ნუ ეხლა უარესი რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანო. ინფანტიციდი მართალი გითხრათ ბევრ ამაში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ დიდი მადლობა რომ გამარკვიეს ამაში რომ ესე იგი ბავშვის მასთან სიკვდილიანობასთან დაკავშირებული. ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს. მაშინ როდესაც ევროპის რიგ ქვეყნებში ყოველ 1000 დაბადებულზე დაახლოებით 3-4 ბავშვი იღუპება, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 20 აღწევს გაორმაგდა წინა წლებთან შედარებით. ინტელექტუალური გენოციდი ძალიან ბევრ ფაქტს შევეხეთ, ეკოციდი ისე პირდაპირ ამასთან დაკავშირებული, სხვა გამოვლინებები, ესე იგი ეკოციდი ესე გენოციდის აქ გვაქვს კიდე ჩამოყალიბებული, ნუ ეხლა ძალიან მინდა რომ ეს მასალა ნახოთ და ყველაფერს არ შევეხო. აი აქ თქვათ ქართული ჯარის იმასთან დაკავშირებითაც გვაქვს და ანალიზი თქვათ ამჟამად ცხოვრები ადამიანების მიმართ გენოციდის განხორციელებას არამედ უხრის საფუძველს სამომავლოდ ისეთი მდგომარეობა არის განათლებასთან, კულტურასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. დემოგრაფიული სიტუაცია ეს არის კატასტროფული. 90 წლების მონაცემებით საქართველოს წელიწადში 93,000 ბავშვი იბადებოდა. 2005 წლის მონაცემებით 46,000 დაიბადა. და ახლა რაღაც ამბობენ რომ გარკვეული მასში გაიზარდა, მაგრამ ნახეთ, აი ამ ციფრებს დააკვირდით თქვენ და რაიონებს დააკვირდით. მაგრამ საგარეჯოში ყოველ 1000 ქალზე თურმე 34 ბავშვი იბადება. ახლა მე მხოლოდ შემიძლია დავეყნო ამ ექსპერტებს, ბატონ თოთაძეს და იმას რომ წარმოუდგენელია ციფრები რომელიც წერია აქ რომ აი სიღნაღში თურმე 84 ბავშვი იბადება და სოფლიოში არ მოიძებნება ქალაქი თუ როგორ სადაც ყოველ 1000 ქალზე 80 ბავშვი იბადება. ესეთი რამე სოფლიომ არ იცის. ეს არის ტყუილი ციფრები. და აქაც ხედავ რომ გაზარდულ მშობადობის მაჩვენებელი. დაბა ადინგენში მოსახლეობის ყოველ 1000 ქალზე ადინგენი იცით მინისტრის იმასთან არის დაკავშირებული 151 ბავშვი იბადება თურმე. შობადობის კოეფიციენტი ქალაქში უდრის, ესე იგი ნუ აი დააკვირდით რასთან, ეს ტყუილი ციფრებია. ჩვენი დასკვნა არის რომ საქართველოს როგორც მომავალში, როგორც ძირითადი მიმართულება ტურიზმი ეს არის საქართველოს დაღუპვა.
აქ არის გაკეთებული ანალიზი. ხო დააკვირდით ამას. იმისათვის რომ ქვეყანამ ხო პრეზიდენტი უბრალოდ ასახელებს ციფრებს 2 მილიონი ჩამოვიდა 3 მილიონი 4 მილიონი 5 მილიონი. ესე იგი იმისაც რომ საქართველოს ესე იგი მე რო გავიგე თურმე რა ყოფილა თითოეული ჩვენთაგანი რამდენჯერ წავიდა უცხოეთში და ჩამოვიდა იმდენჯერ დაფიქსირდა ჩვენ ტურისტად აქ. ანუ ჩვენ რომ მივდივართ და მოვდივართ აი იმ ციფრებში ამას თვლიან აი. მაგრამ აი ნახეთ 4.5 მილიონიო ანუ საკუთარ მოსახლეობაზე ოდნავ მეტი ტურისტი ეს ხო წარმოუდგენელია. რა ეს ციფრები ჩემ მოყვალ თვითონ პრეზიდენტი ამბობს ამას ხო? დამატებით უნდა აშენდეს ექსპლუატაციაში 500-ს რომ ამოქმედდეს 4,000-მდე სხვადასხვა მასშტაბის და სახლის წყობის ობიექტი, მოიძებნოს და მომდაბდეს 200,000-მდე პერსონალი, შეძენილი იქნას 40,000 მეტი სატრანსპორტო ერთეული, კარდინალურად გაუმჯობესდეს კომუნალური და სხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და აშენდეს. ეხლა ეს არის 4-5 მილიონი რომ ჩამოვიდეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ფრთხილად ეკიდება ტურიზმის განვითარებას. მე ვერც კი წარმომიდგენია იმ მოცულობის ტურიზმი უნდა იყოს ბესტიაში როგორ შეიძლება დაუმალო მსოფლიოს სამს მაგრამ იმ რაოდენობით ტურისტი რომელსაც იქ ლაპარაკობენ დღეს ეს ნიშნავს იმას რომ ეს ხარე მოკლა პრაქტიკულად გაანადგურო უკვე ეს რეალურად მე ვამბობ ამ შემთხვევაში ექსპერტების დასკვნებს და ჩემს მხოლოდ ჩემი მე მხოლოდ ვიმეორებ იმას ასე ისინი წერენ და გვეუბნებიან ჩვენ აქ გავაკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის ანალიზიც ეს უფრო ცლად საიტზე გვიდევს ეს მართლაც ჩვენი მასხათ ამას ვაკეთებთ სპეციალურად ამ დასკვნაში, იმიტომ რომ აი თქვენ დააკვირდეთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტში რა იყო. აი როდესაც ამას გაივლით, ნახავთ ყველაფერს და მე შეადარებთ იმას, რომ რა ისაუბრა პრეზიდენტმა. მე კი არ ვამბობ, რომ იგი მათყუ არაა, თვითონ ამბობს პრეზიდენტი საკუთარ თავზე, რომ მე ვარ მათყუ არაა. მე არ ვამბობ ამას, თვითონ ამბობს ამას, იმიტომ რომ აი ანალიზებით და ციფრებით და ყველაფრით ის დასკვნები, რომელიც მან გააკეთა, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რაც რეალური მდგომარეობა არის ქვეყანაში. მე ცოტა ვცლად გამომივიდა, მაგრამ ძალიან გულით მინდოდა, ვინც მობრძანდით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მე მზად ვარ, რაც შემიძლია ვთქვა ამ შეკითხვებს უპასუხო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ძლიერი და ძალიან სერიოზული ექსპერტების მიერ მომზადებული მასალა. არ არის როგორც ითქვიან ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ჩვენ მზად ვართ კამათისათვის, დასკვნებისათვის, რაღაც შეიცვალოს მოსაზრებები, რაღაც და ასე შემდგომ. ამიტომ დევს ეს ყველაფერი დღეს საღამოს უკვე იქნება ყველა ეს მასალა თეთრები წერტილი 2 ამ საიტზე. შეგიძლიათ ნახოთ და ძალიან გთხოვთ რომ ნახოთ კიდე რას ნიშნავს დიდარი ღარიბი ქვეყნის დიდარი ხელისუფლება. ნახოთ სახლები ნახოთ ოფისები, რა მდგომარეობა აქვს, როგორ არიან, მე აღარ მინდა იმაზეც ყურადღების გამახვილება, რომ პრეზიდენტის დედამ $300,000 ტექნიკური უნივერსიტეტის 2 კორპუსი შენობა თავის სტადიონით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონით შეიძინა 2008 წლის 8 აგვისტოს. აი ნახეთ ეს 2 შენობა როგორია, გაცილებით მეტია ეს მოცულობაში ვიდრე პრეზიდენტის სასახლე. არც ერთი ექსპერტი არ ამბობს, რომ 500 მილიონზე ნაკლები დაჯდა ის სასახლე, რომელიც არის აშენებული, ყველა ამბობს 500-800 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი და რატომ გაიყიდა $300,000 ეს და მთელი განათლების სისტემა რატომ უჭირავს ერთ პიროვნებას ხელში, აღარ ვსაუბრობ იმას, რომ პრეზიდენტის ბიძა თქვენ ნახავთ იქ გაკეთებული არის ანალიზები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პიროვნებასთან მივმართეთ, გაუგზავნეთ წერილი პრეზიდენტს, აი ღირსება გაზეთი რომ დევს, აქ არის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილი წერილი. აი აქ კიდე მინდა ერთი გაზეთი გაჩვენოთ და ამით დავასრულებ ძალიან გაგრძელდა მეც აი არის აი ესეთი გაზეთი ხილების მუზეუმი რომელიც გამოვეცით ჩვენ და ვთხოვეთ რომ გაყიდვაში გაეტანათ ესე იგი მე არ ვიცი ვინ ნახეთ რომელიმე ჯიხუბში მაგრამ გვითხრეს რომ არ გაიყიდაო და მოაბრუნეს უკან და რო გუთხარით მე რომ წავიღებთ ამ გაზეთებს თანაც ეს გაზეთი 40 გვერდიანი ღირდა 1 ლარი და რომ უთხარით თანაც ეს ფული რომელიც შემოვიდოდა უნდა ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას იქ გადარიცხულიყო და ასე გითხარით რომ აი 1 ლარი და ოფიციალურად შევიტანეთ ჯიხურებში. ოფიციალურად გითხეს რომ არ გაიყიდა არაფერი. გაიყიდა სულ შეტანილი 5,000-დან მივიტანეთ პირველად 300 და 400 წელი. მე ვთხარით მოგვეცით დანარჩენი რომელიც არ გაიყიდა. წყალი ჩამოვიდა იმ შენობაში და დაზიანდა. ნუ დააკვირდით ჩვენ რასთან გვაქვს აქ. აი აქ ჩვენ გაუგზავნეთ ეს პრეზიდენტს და ვთხარით რაც არ არის სწორი ეს გაზეთი გაგზავნილი აქვს მას. რაც არ არის სწორი მზადა ვართ დახურულთ ღია სიტუაციაში ვითარებაში დაუჯდეთ და გითხარით რომ რა არ არის მართალი. აი ეს სახლები არ არის მართალი, რომელიც აი აქ თქვენ სურათს ნახავთ ერთს ასეც. ესე იგი სამართალი ქართულად. ვინ იჭერს, ვინ ესამართლებს და ფული ვის ხელშია. იჭერს მერაბიშვილი. მისი სახლია მოცემული ამ იმაზე რა სასახლე აქვს აშენებული იქეთ. ნუ სხვებზე აღარ ვსაუბრობ იმერთ სასახლეს სიხარულის ქუჩა ნომერი 2-ში. ასამართლებს
სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კუბლაშვილი. აი ნახეთ ორი სახლი ბუკიას ბაღშია. აი რაც ილაპარაკა თემურშაშაშვილმა ყველაფერი ტყუილია. ოღონ თუ ის არის მართალი ერთი ფაქტი, რომ აი ის სახლი არის კუბლაშვილების სახლი. და ნახეთ ჩვენ საიტზე კუბლაშვილების სახლი 4 სართულიანი სახლი, რომელიც აშენებული აქვს სასამართლოს თავმჯდომარეს. და იმ სასამართლოში ველოდები ჩვენ წესრიგი იქნება, ბუკიას ბაღი მიითვისეს და 4 სართულიანი სახლი ააშენეს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იქ აი ესეთი სათაური აქვს კვიდავი ჩვენს იმასე სათაურში კუბლაშვილის საჩუქრები. და იქ ამის მიხედვით ნახოთ ვიდეო ფილმის გადაღებულია. ეს არის საოცრება. მე ეს მასალები მოვიტანე ბევრი, რომელსაც თქვენ გაცილებით მეტი იცით. გითხარით ის რაც ვიცოდი, მაგრამ გითხარით გულით და პირდაპირ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ 21-ში რომ ვიწყებთ ამ აქციებს, ჩვენ ამას ხელეხებით არ ვიწყებთ. კრება ამბობს რომ ეს ანალიზები გვიდევს. ამ მდგომარეობას ვხედავთ ქვეყანაში. ამ სიტუაციას ვხედავთ ქვეყანაში. აი ესე გავერანებულ, გამდიდრებულ ხელისუფლებას ვხედავთ ქვეყანაში. მონებად რო ვთვლიან, აი იმ ხალხს ვხედავთ სათავეში, თორე ერთნაირად რო ცხოვრობდეთ. როდესაც დედოფალმა დიდი ბრიტანეთის არ დაანთო ცეცხლი იმაში, იმიტომ რომ ყველას ცივაოდა არ დაანთო ცეცხლი ბუხარში, ყვამლი არ ავიდესო, ასე რო ცხოვრობდეთ, არ არის პრობლემა ბატონებო. თქვა იგივე 80 ლარზე რო ცხოვრობდეთ, სხვა ვინმე 100 ლარზე, 200 ლარზე, 300 ლარზე, 500 ლარზე, კი მაგრამ 20000 ლარს რომ იღებ შენ და ერთი დღის სამევლინებო ხარჯები რომ შეადგენს 500-600 და მეტ დოლარს, კიდე პრეზიდენტისთვის უფრო დიდია. კი მაგრამ რაც პენსიონერმა უნდა მიიღოს მთელი წლის განმავლობაში პენსია, შენი ერთი დღის ჯიბის ფული ყოფილა, სასტუმროს ფული ამაში არ შედის, არაფერი ამაში არ შედის, გარდა იმისა, რომ შენ ჯიბის ფული რო გქონდეს ერთი დღე. ნუ ეგ არის ნორმალური? მიმაჩნია რომ არანორმალურია. აი ამიტომ არის თქვათ აი დიდი ომახიანი შემოძახება ბრძოლა მამულისათვის, ბრძოლა დემოკრატიისათვის, ბრძოლა შიმშილის დამარცხებისა და მომავლის საქართველოსათვის. მომავლის საქართველო ეყარება ორ რამეს. ჩვენი ტრადიციების გათვალისწინებით, ინტელექტს და ბიზნესს. არც ერთს აქვს საზღვრები და არც მეორეს. ძლიერია ის ქვეყანა, რომელიც აი სწორედ ინტელექტს ეყრდნობა და ძლიერია ის ქვეყანა, რომელიც ბიზნეს უვლის ეფერება და ბიზნესმენი ყავს ხელის გულზე. სადაც არის თავისუფალი ბიზნესმენი, იმ ქვეყანაშია თავისუფალი სასამართლოს და იმ ქვეყანაშია დემოკრატია. თუ საქართველოში არის თავისუფალი ბიზნესმენები და თქვენ მიგაჩნიათ რომ არის, კი ბატონო, მე ვთვლი რომ არავინ ისე დამონებული არ არის ქვეყანაში როგორც ფულიანი. უფულო გაცილებით უფრო თავისუფალია ვიდრე ფულიანი. თელს მსოფლიოში ადამიანი ფულს შეულობს იმისაც რომ თავისუფალი იყოს. საქართველოში ვისაც ფული აქვს ისინი არიან მონები. ეს უნდა შეიცვალოს. აი ეს განწყობა, ამ განწყობით მივდივარ მე ჩემს შვილებთან ერთად 21 მაისს და მივდივარ იმიტომ რომ ახლა გიჟი უნდა იყო რომ შვილებთან ერთად თუ თოფის როლა გვინდა ვინმეს წავიდეთ შვილებთან ერთად. ეხლა ნუ ეგეთი ვინმეს ვინც გააკეთებს ამას გააკეთებს ხელისუფლება. არ დავრჩებით ცოცხალი. თქვენ მაინც გეცოდინება და ხალხს ეცოდინება რომ ჩვენ გადავდეთ თავი და პოლიტიკოსებმა თავი რო შეირცხვინეს აქამდე. ეხლა ვთქვით რომ თავგანწირვა პოლიტიკოსის შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში. ვისაც შეუძლია თავგანწირვა, აი იმ კაც შეუძლია დგომა 21-ში და დადგომა ძალიან ძლიერად და სერიოზულად. მე მინდა ვიყო იმათ რიგებში, ვისაც შეუძლია თავგანწირვის ნაბიჯის გადადგმა. დიდი მადლობა.